მოდი ჩაწერას დავიწყოთ. ხო, სანამ ლექციას დავიწყებ, ერთ პატარა ინფორმაციას გეტყვით. ორ შაბათის ლექციაზე შეიძლება ქალაგარეთ ვიყო და სამ შაბათს გადავიტანოთ, შეიძლება არც მომიწიოს რა ეგრე. არ ვიცი და ახლა მაგაზეზე მოვიწერები, რა თქმა უნდა, თუ პრობლემა არ გიქნებათ. მაგრამ შეიძლება ხო, იდეაში ის დარჩეს როგორც იქნება. თუ არაფერი არ მოვიწერე, ესე იგი ტარდება ჩვეულებრივად ორ შაბათს რა. კარგით, მეგობრებო, ეგრე თქვენი დავალებები ნახე, უმეტესობამ ჩამიგდო და კარგად იყო ძალიან გაკეთებული, კარგია. და დღეს უკვე მინდა რომ ეს იდეაში ზოგადი ლექცია იქნება, თეორიული, ანუ როგორც გითხარით, მე ხუთშაბათ სემინარი გვაქვს ხოლმე ზოგადად, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, ნოუდის შემთხვევაში, შიგადაშიგ თეორიებს გამოვულებთ განსაკუთრებით თავიდან, იმიტომ რომ ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ თეორიულად ვიცოდეთ, რა ხდება ზოგადად, რომ მე უკვე პრაქტიკაზე ვილაპარაკოთ რა, იმიტომ რომ თუ რაღაც ანუ კარგი დეველოპერები ვინ არ ვიყოთ, აუცილებელია თეორია და დღევანდელ დამწყებებს ეგ საკმაოდ აკლიათ სამწუხაროდ რა. მარტო პრაქტიკა არ არის და აქედან გამომდინარე ცოტათი თეორიათი თავს შეგაწყენთ ხოლმე. მაგრამ ისოდეთ რომ საჭიროა და თან ძალიან საინტერესოა ჩემი აზრით. კარგით. ესე იგი, სათაურს ალბათ უკვე ხედავთ და ჩვენი დღევანდელი განხილვის საგანი იქნება თუ როგორ მუშაობს ვები და ზოგადად ესე იგი ამ პრაქტიკებს და თეორიებს მიმოვიხილავთ და ნუ რაღაც ნაწილს VS Code-ში რაღაც კოდს დავწერთ უკვე აი რაც წინაზე დავწერეთ ბოლოს იმას გავაგრძელებთ რა. და თქვენ კითხვებსაც გაიცემას თუ ის რაღაცებს პასუხი წინაზე მახსოვს HTTP-ზე იყო რაღაც შეკითხვა და ასე შემდეგ და აი რა დანაკლისიც გააქვთ მოკლედ ამ ეტაპზე მაგეებს შევავსებთ იმედი მაქვს ამ ლექციით რა. ოკეი, ხო, თუ კითხვები გექნებათ, გამაჩერებთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის ეს რომ გაიგოთ თეორიულად რა და როგორ და ასე შემდეგ. კარგით, ეხლა თავს აღარ შეგაწყენთ და მოდი დავიწყოთ ჩვენი მეორე ლექცია. ესე იგი, როგორ მუშაობს ვები, ეს უნდა ახსნათ. არ მინდა რომ აქ რაღაცა დიდი ისტორია მოყვე ვებზე და ასე შემდეგ ინტერნეტი როგორ შეიქმნა და ასეთ რაღაცები. მე მინდა რომ კონკრეტულად ჩვენ რაც გვჭირდება, რაც უნდა ვიცოდეთ, როგორც back-end დეველოპერებმა, აი ეგ ინფორმაცია მიიღოთ. და ეხლა რა გვჭირდება? ვების მუშაობა ჩვენ გვჭირდება იმ მომენტიდან და უნდა ვიცოდეთ იმ მომენტიდან, როდესაც ადამიანი ხსნის ბრაუზერს და ბრაუზერის გახსნის შემდეგ, ნუ ბრაუზერს ხსნით, პირველი რას ვაკეთებთ, ხო? შევდივართ რაღაცა საიტზე. ეს არის ჩვენი მთავარი მოქმედება. აი ამ მომენტიდან რა ხდება, აი საიტზე რო შევდივართ, აი ამ მომენტიდან ახსნი ხა მთლიან ამ პროცესს. და ხო, რაღაცები უფრო თვალსაჩინო გახდება, ხო? ოკეი, მოდი ესეთი რაღაც ვქნათ. ჯერ მოდი ზოგადად ვიტყვი ეგეთ რამეს, რომ ესე იგი, ეს რაც ახლა თქვენ უყურებთ, ეს არის ანუ ზოგადად ინტერნეტში არსებობს ორი მხარე ყოველთვის. ეს არის კლიენტის მხარე, ანუ იმ ადამიანის მხარე, ვინც ბრაუზერს ხსნის, რომ რაღაც საიტზე შევიდეს და მეორე მხარე ეს არის უკვე სერვერის მხარე. და ეს სერვერი არის ის მხარე, სადაც ინახება ის ინფორმაცია, რაზეც კლიენტს უნდა რომ წვდომა მოიპოვოს. აი ამ ორი მხარის კომუნიკაცია არის ზოგადად მთლიანი ინტერნეტი და ვები. ამაზე დგას. ამათი კომუნიკაცია ხდება request-ის და response-ის საშუალებით. ჩვენ წინა ლექციაზე ამასაც შევეხეთ იდეაში, პრაქტიკაში რო დავწერეთ იქ თუ გახსოვთ და თქვენს ხონდათ ეგ დავალებაში. ხო? აი ზუსტად მაგ request-ზე და response-ზე არის საუბარი. და ამ request-ის და response-ის მიმართება ქმნის იმას, რომ ამ ორი მხრიდან ხდება ინფორმაციის მიმოცვლა და რეალურად საიტზე რო შევდივართ, რაღაც სერვერს უგზავნით request-ს, იმ სერვერს, რაზეც ეს საიტი ცხოვრობს, ესე რომ ვთქვათ, და იმყოფება და response-ად გვიბრუნებს ამ საიტს ჩვენი სერვერი. ხო? ამას ეწოდება request response მოდელი და ასევე ეწოდება client server architecture, ანუ ეს არქიტექტურა, რაზეც დგას მთლიანი ვები. ეს ძალიან ზოგადი არის, რა თქმა უნდა. ეხლა მოდი უფრო კონკრეტულად ვთქვათ, რა ხდება ამ მომენტში, როცა აი საიტზე რო შევალთ, აი enter-ს რო დავაწვევით, რა ხდება მაგ მომენტში, ესე რომ ვთქვათ. ოკეი. მაგალითი რო გავიხილოთ კონკრეტული, აი ალბათ მაგალითად ჩვენი საიტის მაგალითი, algouni.g რაც გვაქვს,
ხო და აქ წერია ჩვენი საიტის მისამართი. ეს მისამართი რაღაც ნაწილებად იყოფა, ხო? და არა მარტო ეს ზოგადად ყველა მისამართი საიტის იყოფა ამ ნაწილებად. პირველი ნაწილი ეს არის პროტოკოლი HTTP, ანუ ამ შემთხვევაში HTTPS-ი, თუმცა ეს შეიძლება იყოს ან HTTP, ან HTTPS. ეხლა ეს რა არის? HTTP არის Hypertext Transfer პროტოკოლი. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პროტოკოლი, რომლის ფარგლებშიც ხდება ინფორმაციის მიმოცვლა სერვერს და კლიენტს შორის. ამ პროტოკოლის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა. HTTP და HTTPS შორის რა განსხვავება ამასაც გვიტყვი მოკლედ, რომ HTTPS არის დაცული პროტოკოლი. HTTP დაუცველი და ზოგადად საიტებზე ინტერნეტში შეხვდებით HTTPS-ის მქონე საიტებს და ანუ ნიშნავს ეგ, რომ ეს საიტი არის დაცული პროტოკოლის მქონე. აი ეს პროტოკოლი რა იდეებს მოიაზრებს, ხა ეგ ჩვენ დიდად არ გვაინტერესებს, უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ ეს პროტოკოლი გამოიყენება იმაში, რაღაც წესების რაღაც იდეის ერთობლიობა არის, მიხედვითაც ხდება ინფორმაციის მიმოცვლა კლიენტს და სერვერს შორის. აი ეს არის საკმარისი, რაც უნდა იცოდეთ HTTPS-ზე. მაგრამ რაღაც ნაწილობრივ ჩვენ უფრო მაგასაც შევეხებით მაინც რა. ხო. შემდეგი ეს არის დომენი საიტის, რაც ალბათ ყოველთვის ნაცნობი არის, ეს არის მთავარი, რითაც ჩვენ საიტს ვეძებთ, ესე რომ ვთქვათ რა. ამ შემთხვევაში ამ საიტის დომენი გამოიყურება, ეს არის algoni.g. www world wide web-ს ნიშნავს, ხო, ეს ისეთი არაფერი ხა ის არ გვაინტერესებს. ხო, ეს არის დომენის სახელი, რაც გათეთრებული მაქვს და გეტყვით რატო არის ეგრე და საბოლოოდ არის, ნუ ყველა საიტს რაღაც პეიჯები აქვს, ხო? ნუ შეიძლება იყოს რაღაც საიტი, რასაც მარტო ერთი პეიჯი აქვს, ხო? მაგას არ გამიხილო. ამ შემთხვევაში ჩვენ საიტს აქვს რაღაც ეგეთი პეიჯი, სადაც დევს ლექციები, ხო? და ეს არის კონკრეტულად ამას ქვია რესურსი, ანუ ამ პეიჯზე არსებული რესურსი და ამას თუ დაუკონკრეტებთ, მივწვდებით მაგ რესურსს. თუ არაფერი არ გვიწერია და მარტო ეს წერია, მაშინ home page-ზე ვიქნებით. ესეც სიდიაში მეტნაკლებად ალბათ ვიცით. მაგრამ ეხლა მინდა რომ ყურადღება გამომახვილო algoni.g-ზე, ამ დომენზე. ესე იგი, მე გითხარით, რომ როცა კლიენტი ანუ შეიძლება რომ შევიდეს საიტზე, სერვერიდან უნდა აიღოს ეს ინფორმაცია. მაგრამ ნახეთ რა ხდება, მე რომ დავსერჩავ ამ საიტს, ხო? და ინტერესს რომ დავაწვევი და რომ მინდა რომ შევიდე ამ საიტზე. რეალურად ეგრევე სერვერზე გადამისამართება არ ხდება და იქიდან ინფორმაციის მიღება. მაგამდე რაღაც გარკვეული გზა უნდა გავიაროთ. და რატო არის ეგრე? algoni.g არის, ანუ არ არის სერვერის მისამართი, ანუ ამით ჩვენ სერვერს ვერ ვიპოვით, სადაც ეს საიტი არსებობს. ეს ადამიანებისთვის არის უბრალოდ იმისთვის, რომ მარტივად ვიცოდეთ საიტის სახელები, მაგრამ კომპიუტერი ამას არ იყენებს, რომ სერვერს მიმართოს. სანამ მაგას გააკეთებს, ჩვენი მოთხოვნა იგზავნება DNS სერვერზე. DNS-ი რა არის? DNS-ი რო გავშალოთ, ხო? ეს არის domain name სერვერი. ის სერვერი სადღაც ცალკე, სად და როგორი არ ვიცი, მაგრამ რაღაც ადგილას განთავსებული არის. მაგალითად, აი Google-ის აქვს თავის DNS სერვერები დიაში ძირითადად. განთავსებული არის ჩვენი საიტის მისამართი და არა მარტო ჩვენ ნებისმიერი საიტის მისამართი. და algoni.g-ით რო კეთდება მიმართვა ამ DNS სერვერთან, ეს პოულობს მისამართს ამ ჩვენი საიტის, გვიბრუნებს ამ მისამართს, IP მისამართი არის და ამ IP მისამართით ჩვენ შეგვიძლია რომ უკვე სერვერს მივმართოთ. აი ნახეთ როგორ გამოიყურება ახლა ეს. აი ეს გამოიყურება, ყველა საიტს აქვს თავის IP მისამართი. და ამ IP მისამართით შევძლებთ რომ ჩვენ სერვერს დაუკავშირდეთ და არა ამ algoni.g-ით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ ვიყენებთ რეალობაში, იმიტომ რომ ამ IP მისამართების დამახსოვრება ყველა საიტზე რთულია ძალიან, ხო? ანუ მაგას ვერ ვიზავთ. აქედან გამომდინარე, ამას ან DNS-ი აკეთებს თავისით. HTTPS-ი რას ვთქვით? უცვლელი რჩება. და შემდეგი არის port number-ი. ანუ ნახეთ, ეს არის სერვერის მისამართი. უკვე გავიგეთ. და ამ სერვერზე შეიძლება რომ სხვადასხვა სერვისი იქნეს გაშვებული რა. მაგალითად, მე რო საიტზე შევდივარ და იმ საიტს ხომ მიბრუნებს, იმ საიტის მისამართს ხომ მიბრუნებს ჩვენი DNS სერვერი, იმ სერვერის მისამართს უფრო სწორად.
იმ სერვერზე შეიძლება იყოს გაშვებული კიდე სხვა სერვისი და სხვა საიტი იყოს ატვირთული ან ასე შემდეგ. და პორტი არის დაზუსტება კონკრეტულად რომელი სერვისი გინდა რომ მიიღო ამ სერვერიდან, ხო? და პორტ ნამბერი მოკლედ ეგ არის. ნუ მე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ შემდეგ ლექციებში ამაზე. მაგრამ იცოდეთ რომ ანუ დიფაულტად ყველა სერვერის პორტ ნამბერი არის 443 რაც აქ წერია. ოღონდ HTTPS-ისთვის და HTTPS-თვის არის 80. უბრალოდ რომ ვიცოდეთ for info მეტი არაფერი. ხო და ესე იგი ხო ანუ იდეაში საიტის იმის გაგება რა ქვია მისამართის გაგება ძალიან მარტივი არის ანუ დაცული რამე არ გეგონოთ რა ანუ ძალიან ჩვეულებრივად შეგიძლიათ აი ნახეთ website ეხლა რომ დავსერჩო ეგეთი რაღაც რა website to IP შეუძლებ რომ ნებისმიერი საიტის მისამართი გავიგო algouni ნახოთ მოდი algouni-ზე შევიდეთ და უბრალოდ დავაკოპიროთ დომენი შევიყვანოთ IP ადრესი ვიპოვოთ და IP ადრესი არის აი ეს რაც წეგან მე მეწერა აქეთ ხო იგივე IP ადრესი არის გახსნილი არის სერვერზე ეს სერვერი არის Amazon-ის სერვერი და იმყოფება ამერიკაში კონკრეტულად Seattle თლიან იმას გვიჩვენებს ან მომონაცემებს რა აქ არაფერი რაღაც ის არ არის private ან ასე შემდეგ IPv4 დამისამართების არის თუმცა ნუ ნელ-ნელა შემოდის IPv6 დამისამართება ასევე მაგრამ ნუ ეხა ეგ არ გვინდა ოკეი ეგ არის და ეგ რა კარგით ეხა სანამ გავაგზავნებ ამის მერე რა ხდება უკვე როცა ჩვენ IP-ს მივიღებთ DNS-დან ამაზე ხო არ გაქვს რაიმე შეკითხვა რაც ხა ვლაპარაკე მე ვიკითხავ შეიძლება ანუ დომეინს როცა ვიღებთ ფიზიკურად ესე ხდება ხო DNS-დან მაშინ გვენიჭება ეს IP იმის დამიხადვით თუ ლოკაცია სად არის სერვერის და თუ სერვერი არის cloud-ზე აი ეს IP-ს გადანომბრა როგორ ხდება უბრალოდ ეგ მაინტერესებს ცოტა რომ cloud-ზე ანუ მაგას მნიშვნელობა არ აქვს cloud-ის სერვერია ჩვეულებრივი მაგ ანუ არაფერი განსხვავება არ არის უბრალოდ cloud-ს ვეძახით იმ სერვერს რომელიც არის თქვა ამერიკაში ანუ მაგალითად რაღაც უნივერსიტეტი ანუ რო ავიღოთ რა მაგის მაგალითი სერვერები უდგათ მაგალითად ჩემ უნივერსიტეტს უდგას თავისთან და ეძახიან ამ სერვერებს ხო ეგ რო ედგათ იგივე სერვერები ოღონდ ამერიკაში Amazon-ის ოღონდ და უძახებდნენ cloud-ს და IP მისამართები მაგ მხრივ ერთი ანუ იგივეა ზუსტად იგივე პრინციპით ენიჭება რაღაც cloud-ზე არსებულ საიტს რაც ჩემთან ლოკალურ სერვერზე არსებულ საიტს რა ანუ ეგ თუ იკითხე თუ სწორად გავიგე განსხვავება არ არის cloud-ს ვიყენებთ თუ ლოკალურ სერვერს ვიყენებთ ხვდები ანუ ლოკალურს რომ ადგი ანუ ოთახში რომ იდგას ხა მე სერვერი არანაირი განსხვავება არ არის მაგ მხრივ ანუ პროსტ IP-ს რო შევხედავ იმ ნომრებით ვერაფრით ვერ მიხვდები მის ლოკაციას ხო? IP ნახე ანუ კი შეგიძლია რომ დასერჩო სად არის და როგორ არის აი ხა ხო ვიპოვეთ თუნდაც დომენის სახელით იგივე პრინციპი მოქმედებს მაგალითად სად არის დასერჩვის გარეშე ვიძახე დასერჩვის გარეშე ვიძახე ხო ეგრე ვერა ანუ ამის მოღამი ეგ არის რომ უბრალოდ ნახე ამეების დამახსოვრება და ასე შემდეგ რა რომელი არის ძალიან რთულია. ახლა ეს კი დავიმახსოვრებ, მაგრამ ხო ხდები ანუ რამდენ საიზე შევდივარ ხო ყოველდღიურად. და ყველა სამართლით რო ვიცოდეს ისულელია და ამიტომ DNS სერვერი არსებობს, რომ ეგ საშუალება მაქვს, რომ ჩვეულებრივ ადამიანურად წერ დომენს და ეგ მაძლევს IP მისამართს უკვე მაგ დომენით. რა თქმა უნდა ეს დომენი ოღონდ უნიკალური არის, ახლა ვერ გამეორდება. algouni-ში სხვაგან ვერ იქნება. მადლობა. კი ბატონო, სხვა კითხვები ხო არ გაქვთ? ოკეი, მაშინ გავაგზავნოთ. ესე იგი, მას შემდეგ რაც მე მივიღებ DNS-ისგან ამ IP მისამართს, ნახეთ რა ხდება. უკვე სერვერთან ვამყარებ კავშირს და ამ კავშირს ეწოდება TCP/IP socket connection. ეს კავშირი არის განგრძობითი, ანუ მუდმივი მანამ სანამ ამ სერვერთან მაქვს ურთიერთობა, ანუ საიტის შემთხვევაში რომ გადავთარგმნოთ სანამ ამ საიტზე ვიმყოფები. ეხლა საიტზე იმიტომ ლაპარაკობ, რომ მაინც ჩვენ სფეროს
არ ვხვდებით, რომ სერვერზე შეიძლება ნებისმიერი რამე იყოს განთავსებული და მაგასთან მქონდეს მეკავშირი. საიტს მაგალითად ავიღოთ. ხო, როცა საიტზე შევდივარ უკვე, ხო? ესე იგი იმას ნიშნავს, რომ კავშირი დავამყარე, DNS-მა მომსა ეს IP მისამართი და მყარდება პირველ რიგში TCP/IP socket connection-ი. ხა რა არის ეს? TCP/IP socket connection-ი არის ის connection-ი, ესეთი ერთ-ერთი პროტოკოლი არის. და ამ პროტოკოლის ფარგლებშიც ხდება ინფორმაციის მიმოცვლა სერვერიდან კლიენტამდე და პირიქით. ხო, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ TCP/IP რასაკეთებს. ხო, ეხლა გავაგზელებ ანუ თვითონ პროცესს რა ხდება ამის მერე. ეს როცა დამყარდება, შემდეგ უკვე ამის შემდეგ ყარდება, უბრალოდ აქ რესურსი არ უნდა მეწეროს, კითხვა იქიდან განმოყვა, პორტს დავაწერო, არ დაიბნეთ. შემდეგ უკვე ყარდება HTTP რეკვესტების დაყნობით და HTTP-ზე თქვით, ხო, ეს არის Hypertext Transfer Protocol-ი. და აი უკვე ესეც არის ერთ-ერთი გზა ინფორმაციის გადაცემის თანახმად HTTP რეკვესტები და TCP/IP socket connection-ი ჯამში კრავს პროტოკოლს, რომლის მიხედვითაც უკვე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხდება ინფორმაციის მიმოცვლა კლიენტსა და სერვერს შორის. აი ჯამში სამი პროტოკოლი, სამი რა, ანუ request-ი და response-ი თალკე გამყავს ისე ორი HTTP პროტოკოლი, რომელიც არის გამოხატული HTTP request-ი და HTTP response-ით და TCP/IP კრავს ამ პროტოკოლს და ამ პროტოკოლის ფარგლებში ვახორციელებთ ინფორმაციის მიმოცვლას კლიენტსა და სერვერს შორის. განსხვავებაც რო აი მოდი ახლა ცოტა დეტალურად ვთქვი TCP/IP-ზე. TCP აკეთებს ესეთ რაღაცას. TCP არის transmission სულ მოვიწყდება TCP-ს განმარტება. ანუ სლად რო თქვა. transfer მოიცადეთ ორი ძამი რო არ ვიძვალო ახლა. Transmission control, ხო, რატომ მოვიწყდება არის. Transmission control პროტოკოლი და ნახეთ ახლა რას აკეთებს TCP. TCP აკეთებს იმას, რომ ძალიან საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის. როცა მე საიტზე შევდივარ, ხო, ესე იგი ვთქვით, რომ სერვერი ამ საიტს აგზავნის, მაგრამ ერთიანად არა მარტო საიტზე, ყველაფერზე ეგრე, ყველანაირ ინფორმაციულ ერთეულზე ეგრე არის. მთლიან ინფორმაციას ვერ გამოაგზავნის სერვერი, ანუ ერთი მთლიანი სახით, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი უნდა და ძალიან თუდი პერფორმანსი და წარმადობა იქნება ამას. ამიტომ TCP აკეთებს იმას, რომ ამ ინფორმაციას ყოფს პატარა ერთეულებად, ამას ჩანკებს ზოგადად ერთეულებს ჩანკებს ვეძახით პროგრამირებაში, ძალიან პატარ-პატარა ჩანკებად ყოფს ამ ერთ დიდ ინფორმაციას, თუ რამხელაც იქნება. IP არის ინტერნეტ პროტოკოლი და ინტერნეტ პროტოკოლის საშუალებით ეს პატარ-პატარა ინფორმაციები დაყოფილი იგზავნება კლიენტამდე და კლიენტის მხარეს ისე ანუ იწყობა ერთმანეთში ეს ინფორმაცია და საერთო სურათი იქმნება. ეს არის და ეს. ანუ და ეს ხდება ყოველ HTTP request-ზე რა. ანუ ამას შორის მინდა რომ განსხვავება დავინახოთ ეს რომ დამყარდება ერთხელ, სულ დამყარებულია ეს კავშირი სანამ ამ სერვერთან მეკავშირი მაქვს და აი ამის პარალელურად უკვე ხდება request-ების გაგზავნა კლიენტიდან და response-ების მიღება სერვერიდან. და ყველა request-ი და response-ი იდეაში ამით ხელმძღვანელობს, რომ უკან response-ი მომდის, აი რაც თქვი TCP რასაც აკეთებს, მაგ სახით. ხო, ეგ არის და ეგ მოკლედ. HTTP request-ებს რაც შეეხება იდეაში ჩვენ ძალიან მასშტაბურად მოვიცავთ ამას, იმიტომ რომ უნდა ავაწყოთ სერვერი, რომელიც შეძლებს ამ request-ების მიღებას და გაგზავნას და ეს request-ები შეიძლება რომ იყოფოდეს რაღაც ნაწილებად. ეხლა ძალიან მოკეთ რო გითხრათ და შეიძლება აქამდე გაიგიათ კიდევაც, ეს შეიძლება იყოს get request-ი, post request-ი, put request-ი, delete request-ი და ასე შემდეგ, სხვადასხვანაირი. და შესაბამისად response-ებს გავგზავნით. ოკეი. კარგით, ამაზე რა მეკითხვა ხომ არ გაქვთ? აქ რაც ვილაპარაკე ახლა ამ სლაიდზე. ოკეი.
მოდი რა მინდა ახლა მინდა რომ პრაქტიკაში ვნახოთ როგორ გამოიყურება ის საიტი რომ შევდივართ ხო როგორ გამოიყურება ის სიტუაცია რომ რაღაც request რო ვაგზავნი და response რო ვიღებ რა სახით ვიღებ და რეები მომდის საერთოდ ეგენი მინდა რომ განვიხილოთ და ძალიან მოკლედ განახოთ ახლა ხო მოდი ალბომზე ვქნათ კაი ალბომზე ვქნათ რავი დიდი მნიშვნელობა ნახეთ ინსპექტი არის ნუ უმეტესობას გექნება შეხება ანუ დეველოპერ თულები სხვადასხვა და ძალიან ბევრი რაღაც აქ შეგიძლია რომ ნახოთ და ერთ-ერთი ტაბი ინსპექტში არის ნეტვორკი რომელიც ზუსტად მაგისთვის არის განკუთვნილი რომ აი სერვერთან კომუნიკაციის პერიოდში ეს ჩვენი საიტი ხა სადღაც ხო არის სერვერზე ხო ნახეთ რაღაც Amazon-ის სერვერზე არის არც მე არ ვიცოდი აქამდე იმაში რა ქვია ამერიკაში და იქ ხო იმყოფება ეს საიტი ხო და ხო მიგზავნის იქიდან რაღაც მონაცემებს და აი ზუსტად ნეტვორკში შეგვიძლია რომ ეს კომუნიკაცია კლიენტის და მაგ სერვერს შორის დავინახოთ. ბევრი რაღაც არის აქ ხა ძალიან თავს არ შეგაწყვეტ. უბრალოდ აი აქ ხა old-ზე გადავრთავ და ეხლა რომ დავარეფრეშებ, ხო? სერვერი რასაც მიგზავნის, ყველანაირი ინფორმაცია ჩაიტვირთება აქ. და ეხლა ნახეთ რამდენი request-ი გამოვა. ნახეთ რამდენი რაღაც ჩაიტვირთა. ეს არის იმიტომ რომ როგორც მიგითხარით, ეს ამ ყველაფერს ნაწილ-ნაწილ აგზავნის ჩვენი სერვერი და შემდეგ იწყობა უკვე ეს საიტი ავტომატურად კლიენტის მხარეს. ნუ მაგას გააჩნია კიდე რა ტიპის არის ჩვენი სერვერი. ეგ კიდე ხალხი ამბავია, მაგრამ ხშირ შემთხვევებში ეს ხდება ხოლმე. ეხლა ნახეთ. პირველი მომიდა Algoni G. ეს არის preview წესიერად მინდა რომ გამომიშდეს ორი წამით. ეს არის HTML ამ საიტის, როგორც ხედავთ. მოყოლებული აქ CSS-ი. ვახ ძალიან ავსკროლე. რატო გაქრა, მოიცადე. მოყოლებული აქ CSS-ი, ასევე ფოტოებია თალკე წამოღებული, რაც საიტზეა გამოყენებული, ნახეთ. ეს ფოტოები, ხო? ესეც თალკე გამიგზავნა სერვერმა, სადაც იყო ატვირთული, ასევე ლოგო აქ და აი ყველაფერი, რაც საიტისთვის მჭირდება, ეს არის ჩანკები, ეს არის JavaScript-ის კოდი, რაც ფუნქციონალს აძლევს ჩვენ საიტს და ჩანკებად რაც ეგ ვთქვი, ხო? ნაწილ-ნაწილ მიგზავნის და იწყობა ეს ყველაფერი კლიენტის მხარეს. ეს არის და ეს. ხო. უბრალოდ ეს საიტი ფრეიმერით არის აწყობილი და კიდე რაღაცები ცოტა მგონი სხვანაირად არის. აბა ერთი ტიკეტი-ის ქონა კარგად ეგ მგონი. კარგად ჩანდა რა, უბრალოდ მინდა თან გავფილტრო და განახოთ უფრო კარგად. იგივე რაღაც ხდება აქაც, ზუსტად, როგორც გითხარით და ნახეთ ახლა აი შემიძლია რომ აი ზემოთ თუ კარგად რაჩას არ ვიცი ეს ინსპექტი არ ახლოვდება ხოლმე. აი აქ ნახეთ, არის doc ესეთი რაღაც, ამას რომ უნიშნავ, გაიფილტრება მხოლოდ ამ ტიპის request-ები და ნახეთ ახლა ამაში ანუ request-ები არა, response-ები. და ნახეთ ახლა ამაში რაც გულისხმობ. preview რომ ნახოთ, ეს არის HTML. ანუ ცალკე გამომიგზავნა სერვერმა HTML, ხო? როგორც ხედავთ, იგივე page-ია, რაც აქ მიდის, უბრალოდ CSS-ი არა აქვს. რა გადავიდე ახლა, ცალკე გამომიგზავნა CSS-ის ფაილები ამ page-ის. ცალკე გამომიგზავნა JavaScript-ის ფაილები ამ page-ის. ცალკე ჩამიგდო ფონტები, ცალკე იმიჯები, ხო? და ეს ყველაფერი აიწყო კლიენტზე და მივიღეთ ეს, რაც ახლა უყურებთ. ცალკე მედია, მაგრამ ამ შემთხვევაში აშკარად ამ საიტს მედია არ აქვს და მოკლედ ესენი არის რა. კი ბატონო, ეხლა კიდევ რაზე მინდა რომ ყურადღება გავამახვილოთ. აქ არის ნუ პრინციპში მოდი დოკში გადავა. აქ არის ჰედერები და ჰედერი მგონი გამოვიყენეთ კიდევაც ჩვენ წინა ლექციაში. ჰედერი არის უბრალოდ დამატებითი ინფორმაციები ჩვენ request-სა და response-ზე. ამ შემთხვევაში ეს response-ი არის და გვაქვს ინფორმაციები, ხო? ანუ რა URL-ზე გაიგზავნა, რა ტიპის, ხო? წეღარო გითხარით, ანუ შეიძლება იყოს get-ი, post-ი, ან ასე შემდეგ. ეს არის get request, იმიტომ რომ თავიდან რა შედიხარ საიტზე, რაღაცების მიღება გინდა, ხო, სერვერიდან, ამიტომ აგზავნი მაშინვე get request. Remote address-ი, რაც მეკითხარით, ხო? ანუ ამ საიტის მისამართი ticket.gnu არის დომენი, მაგრამ IP მისამართი არის ეს.
443 არის პორტი, ანუ ამათაც default პორტი აქვს აღებული და თითქმის ყველას მგონი ეს აქვს. და ესენია, ხო, სტატუს კოდი ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია და სტატუს კოდებზე გითხარით კიდევ და ამას მე უფრო კარგად განვიხილავთ. ასევე აქ უნდა იყოს რა ტიპის არის ჩვენი რესპონსი, ანუ ნახეთ text HTML application-ი, ანუ ეს ნიშნავს რომ იბრუნებს HTML-ს. და აქ არის macOS-ი, რა პლატფორმიდან გავაგზავნე request-ი, რა დროს გავაგზავნე, ეგეც უნდა იყოს, მოკლედ ყველაფერია საერთოდ ჩვენ request-ზე, ანუ header-ები არის დამატებითი ინფორმაციები, ამ შემთხვევაში response-ები, მაგრამ ასევე header-ები გააჩნია request-საც. აი ესენი პირადად უკვე request header-ებია პრინციპში. ესენი არის response header-ები. ანუ მე რო ინფორმაცია, მე რო მოთხოვნა გავაგზავნე იმის შესახებ ინფორმაცია და რომ მივიღე პასუხი იმის შესახებ ინფორმაცია. X powered by როგორც ჩანს next-ში არის აგებული. მოკლედ ყველაფერია საერთოდ რა. და ჩვენ რო სერვერს გავაკეთებთ, ხო? როცა უკვე დავიწყებთ სერვერების აწყობას, რო გავაგზავნით ხოლმე სერვერიდან პასუხებს, რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციებს საჭიროებისამებრ გავატანთ ჩვენი სერვერიდან. Okay. ეს პრაქტიკაში ის ჩვენებაც მინდოდა თქვენთვის ესე გამოიყურება. რამე კითხვა ხო არ გაქვთ კიდევ ერთხელ გავიმეორებ. Okay. კითხვები არ გვაქვს ესე იგი. ეხლა რა მინდა? ახლა მინდა რომ აი ეს ყველაფერი რაც ვილაპარაკე, იგივე სიტუაცია დაგანახოთ ქვემოთ. უბრალოდ ცოტა სხვა კუთხით. უფრო დეველოპერული კუთხით. ნუ ეს ძალიან ზოგადი იყო, ხო? ეხლა უკვე ჩვენ როგორც front-end და back-end დეველოპერები, მინდა რომ შევხედოთ ამ ყველაფერს. პრინციპში რაღაცები უკვე ვილაპარაკე ეხლაც. და ნუ რაღაცებს გავიმეორებ კიდევაც. როდესაც კლიენტი შედის საიტზე, როგორც გავიგეთ, იგზავნება. მოდი, კლიენტი აღარ დაუძახოთ ამ სიტუაციაში. დაუძახოთ front-end-ის მხარე, ხო? front-end-ი რა არის? front-end-ი არის ის ნაწილი, რასაც კლიენტი უშუალოდ უყურებს და ხედავს, როცა საიტზე შედის, ხო? front-end-ი შედგება სამი ტექნოლოგიისგან, ეს არის HTML, CSS, JavaScript-ი. რა თქმა უნდა, შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ ამ სამიდან გამომდინარე სხვადასხვა framework-ი იქნება ეს Angular-ი, ან React-ი, ან ასე შემდეგ, მაგრამ მაინც რაც არ უნდა გამოვიყენოთ, front-end-ი შედგება ამ სამი ძირითადი ტექნოლოგიისგან. და ამის ერთობლიობა უქმნის კლიენტს ამ საიტს, რაც ნახეთ ჩვენ რომ სერვერიდან იგზავნება. და რა ხდება ახლა სერვერზე? ამ დროს, ხო? უფრო სერვერისკენ რო გავიხიდოთ რა. სერვერზე სადღაც ცხოვრობენ სიტყვა ეგ მიყვარს რატომღაც საიტებთან მიმართებაში, იმიტომ რომ მართლა მაგათ საცხოვრებელი ადგილია სერვერი. ეს ფაილები იქნება ეს HTML, CSS და JavaScript-ის ფაილები ცხოვრობენ სერვერზე. ანუ როდესაც დეველოპერი, front-end დეველოპერი ამ საიტს აწყობს, ხო? მე ანუ სანამ სერვერზე აიტვირთება ეს საიტი უნდა დაიბილდოს. ბილდ რა შვება ეხლა მაგას აღარ ახსნი. მაგრამ რო დაიბილდება უკვე დაბილდული ფაილები, როცა გահოსტავს ეს front-end-ი თუ ვინც იქნება ამ საიტს, ავა გარკვეულ სადღაც სერვერზე ეს ფაილები და იქ დაიდებს ბინას ესე რომ ვთქვით. ამავე სერვერზე აუცილებელი არის რომ გამართული იყოს HTTP სერვერი. ხო, HTTP სერვერი იმიტომ არის საჭირო რომ სხვაგვარად ვერ მოხდება ამ მთლიანი სერვერის მიერ request-ის მიღება კლიენტიდან და შესაბამისად ვერც გაგზავნა. ანუ HTTP სერვერი არის ხიდი ჩათვალეთ. წინა ლექციაზე რო გავაკეთე, ხო, HTTP-create სერვერი რო დავწერე, მე კითხვა იყო, იქ HTTP რა არის? აი ზუსტად მაგას ნიშნავს. აი იქ სერვერი არის, რომელიც მზად არის რომ მიიღოს ნებისმიერ მომენტში request-ი და დააბრუნოს response-ი. ამ შემთხვევაში რა მოხდება? კლიენტი თუ შედის საიტზე, სერვერზე გაიგზავნება request-ი, HTTP სერვერი რაც არის გამართული იქ, მიადგება ამ ფაილებს და გაუგზავნის კლიენტს. როგორ უგზავნის და რანაირად, ზედა სლაიდებზე ვნახეთ ეგენი და მაგებს აღარ გავიმეორებ. ეს მოცემულობა გვაქვს.
მაგრამ ეხლა ნახეთ რა ხდება. ეს მე რა სურათს ახლა აქ დავხატე და თქვენ მოგიყვანეთ. ეს არის ამას ჩვენ ვიძახით სტატიკურ სერვერს რა და ეს საიტიც ამ ხრივ არის სტატიკური. ეხლა შეიძლება რომ კითხვა გაგიჩნდეთ რატოა სტატიკური, როცა აი ამ საიტში გამოყენებული არის JavaScript-ი. კი ბატონო, ანუ front-end-ის თვალსაჩინო თუ შევხედავთ მარტო ეს საიტი სტატიკური არ არის, იმიტომ რომ თუ JavaScript-ი აქვს ამ საიტს, მაშინ რაღაც გარკვეული ფუნქციონალი აქვს, ხო? მაგრამ ნახეთ რა ხდება. ჩვენ როცა ვლაპარაკობთ თლიანად front-end-ის და back-end-ის თვალსაჩინოებით და თლიან სურათზე ვაკეთებთ აქცენტს, ეს საკმარისი, ანუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს საიტი არის დინამიური და რატო. ამ სიტუაციაში კლიენტი რო შედის საიტზე, სულ ერთ-ერთი რაღაც ხდება, HTTP სერვერი ზე მიდის ინფორმაცია და ზუსტად იგივე ფაილებს, იგივე სტრუქტურით, იგივე ფუნქციონალით, იგივე დიზაინით უგზავნის კლიენტს. არაფერი არ იცვლება არასდროს. და აი ზუსტად ამას გულისხმობს, რომ ვიძახი, რომ ეს არის ის რა ქვია, სტატიკური სერვერი თქო. აი მაგალითად ეხლა რა, კონტრასტი რო გავაკეთოთ, თქვენ რო შედიხართ თქვათ Facebook-ზე ან YouTube-ზე, ეგ სიტუაცია იქ არ არის, იმიტომ რომ როცა შეხვიდეთ, სულ განახლებული რაღაცები ხვდებათ, ხო? რაღაც დღეს რო შევიდე, შემხვდება რაღაც გარკვეული ვიდეოები YouTube-ს მაგალითად, რო შევიდე რაღაც თუნდაც 10 წუთის მერე უკვე სხვა ვიდეოები შემხვდება, ხო? აი იქ არის უკვე დინამიური რაღაც. დინამიური სერვერი და დინამიური საიტი. ეს არა, აქ ეგ არ მაქვს, ეხლა რა სურათს მე დაგიხატეთ, ხო? რა, იმიტომ რომ ესე იგი იგივე ფაილებს, იგივე ყველაფრით უგზავნით კლიენტს და მორჩა. ესეთი საიტები არის, აი როგორი საიტები, თუნდაც Algonia ეგეთი საიტია, ხო? Algonia ეგეთი საიტია, იმიტომ რომ აი ხა როცა უნდა შეხვიდეთ, თუ ვიღაცა მე ხელით რაღაც არ დაამატა და თავიდან არ ატვირთა, ეგ დინამიურობას არ ნიშნავს, სულ დაგხვდებათ ეს ინფორმაცია, ხო? რაც აქ არის. მაგრამ YouTube-ზე, ან Facebook-ზე, ან რავი, Twitter-ზე, ან ასე შემდეგ ეგრე არ არის. აბ მაშინ რა გვაძლევს იმას, რომ ჩვენი საიტი არის დინამიური? აი ზუსტად ის, რაც ჩვენ რისი გაკეთება ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ კურსში. აი გადმოვალ ერთი სლაიდით და გაჩნდა რაღაც დამატებითი ერთეულები. ეს არის API და გეტყვით კარგად რა არის API და მონაცემთა ბაზა გვაქვს აქეთ რაღაც. ეხლა ნახეთ რა ხდება. იმისათვის რომ ეს რაც მე ვთქვი იყოს დინამიური, თუ რაღაც ინფორმაციები შეიცვალოს ან ასე შემდეგ, გვჭირდება დამატებითი რაღაც, ამ შემთხვევაში API, რომელიც მოახდენს მონაცემთა ბაზასთან კომუნიკაციით იმას, რომ ჩვენი საიტი გახდება დინამიური და ამ საიტს მიაწოდებს ინფორმაციებს. გარკვეულ ინფორმაციებს, ხო? თუნდაც აი რა შევდივართ Facebook-ზე, პოსტები რო ხდება. აი მაგას გულისხმობ, ხო? თუნდაც რაღაცა პოსტებს, ან ასე შემდეგ, ხო? ოღონდ რა თქმა უნდა გარკვეული ლოგიკით და ეს მთელი ბიზნეს ლოგიკა ქვია ამას და ამას ჩვენ გავვილით, შენდება API-ში. ანუ API-ის მარტივად რო ვთქვათ, ამის დანიშნულება არის ის, რომ მონაცემთა ბაზასთან ურთიერთობით, სადაც ინახება ინფორმაციები, იგივე პოსტები Facebook-ზე რაც არის, ან ვიდეოები YouTube-ზე რაც არის, ხო? ესენი ხო იმათ მონაცემთა ბაზაში ინახება. აი აქედან, ანუ მონაცემთა ბაზასთან კომუნიკაციით ჩვენი საიტი გახადოს სტატიკური კი არა და დინამიური და ის კი არ იყოს მარტო რომ პროსტა ფრონტის ფაილები მიგზავნოს სერვერმა უკვე API ჩართული იქნება ამ თემაში, იქ ჩაწერს ინფორმაციებს და ასე შემდეგ დინამიურად, გარკვეული ლოგიკებით. ასევე API-ის საშუალებით მოხდება ის, რომ აი მაგალითად თუ მინდა რომ ეხლა მე რა სიტუაციას ვახსენე, აი აქ ვერ მექნება იუზერების ლოგინი ან რეგისტრაცია, ხო? იმიტომ რომ სტატიკურია როგორც თქვი. მაგრამ აი უკვე შემილია იქ, ხო? იმიტომ რომ მაგალითად კლიენტი შემოვიდა, უნდა რომ დარეგისტრდეს HTTP სერვერზე გამოაგზავნა request-ი, ეს წავიდა API-სთან, API რაღაცა ვალიდაციები გაატარა და ჩაწერა ეს იუზერი ბაზაში. მე უკვე როცა დალოგინდება, ბაზიდან წამოიღებს ისევ ამ იუზერს და ნუ რა როგორ ხდება ეხლა დეტალებში მაგას არ ვიტყვი, მაგრამ და ვერ ვიტყვი ხა ჯერ, მაგრამ აი ესეთ რაღაცებს აკეთებს API. და API არის ის ზუსტად აი ეს ნაწილი და ეს ნაწილი, აი ეს ორი ნაწილი რაც აქ არის, ეს უნდა ვისწავლოთ ჩვენ ხა ზუსტად. მთელი კურსის განმავლობაში. მაგრამ მოდი ხა API-ს კი ვიძახი, მაგრამ თან ნახოთ რა არის, ანუ გავშიფროთ რა. API არის
application programming interface. და ამის თავარი განმარტება არის ის, რომ აი API არის ის ტექნოლოგია, ისი მეშვეობითაც ხდება, შეიძლება რომ მოხდეს გარკვეულ აპლიკაციებს შორის ინფორმაციის მიმოცვლა, ხო? როგორც ეხლა აღიხსენით. მაგრამ ყველაზე მაგარი რა არის API-ში და API powered website-ებში, ანუ იმ website-ებში, რომლებიც უშუალოდ API-ს იყენებს, ნახეთ. ისე Facebook-ს მაგალითს რომ გავყვეთ. მე ხა მაგალითი რაც მოგიყვანეთ, ვიგულისხმე იქ ბრაუზერში რომ შედიხართ Facebook-ზე იქ, მაგრამ ასევე არსებობს Facebook-ის აპლიკაციაც, ხო? რომელიც ცალკე აპლიკაცია არის საერთოდ. კითხვა ის ხა რომ მაგისთვის ცალკე API იწერება? არა, ყველაზე მაგარი არის ეგ რომ აი ეს ერთი API შეიძლება დააკავშიროს სხვადასხვა ანუ აპლიკაციები. აი აქეთ მაგალითად წარმოვიდგინოთ რომ აქეთ არის ბრაუზერის საიტი, აქეთ უკვე ტელეფონის აპლიკაცია. ეს ყველაფერი ერთ API-ზე, ერთ სერვერზე არის დაკავშირებული რეალურად, მეგობრებო. და ის გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ინფორმაცია ვცვალოთ უკვე სხვადასხვა front-end აპლიკაციებს შორისაც, ხო რეალურად. მაგალითად, აი კიდევ რა შეიძლება რომ ეს აპლიკაციები ოკეი, მაგრამ შეიძლება რომ ვაფშე სხვა ტიპი ადგეს და რაღაც ააწყოს და უნდოდეს რომ Facebook-ის ინტეგრაცია გააკეთოს, თქვათ რაღაცა კუთხით. ან მაგალითად აი Facebook-ის ავტორიზაცია რომ უნდა გააკეთოს, ხო? ეგეც ხო გარკვეულწილად Facebook-ის ინტერაქცია. აი ამ API-ს მოაკითხავს ისევ, რა თქმა უნდა არის დაცული და API და ზოგადად კომპანიები ამ API-ს აქვეყნებენ გარკვეული მიზნებისთვის. შეიძლება ეს იყოს კომერციული მიზნები, რომ ეს API გაყიდონ ან ასე შემდეგ. ანუ სხვადასხვა მიზნები და მე თუ მინდა რომ რაღაც სხვა პლატფორმა ჩავაშენო ჩემთან, შემიძლია რომ იმის API გამოვიყენო მე რეალურად რა. დღეს ყველაზე პოპულარული არის OpenAI. OpenAI-ის API-ები რა. აი მაგალითად ეხლა OpenAI ალბათ ეხლა ვიცით რაც არის და ბევრი სტარტაპი არის ეგეთი რომ აკეთებს რას, რომ AI სტარტაპები რაც ქვია, ხო? არ გიგონოთ რომ თავისით ქმნიან ამ AI-ს. იყენებენ OpenAI-ის API-ს. რასაც თვითონ OpenAI იყენებს თავის ChatGPT-ში. ChatGPT-ში რომ შევდივართ, request-ი იგზავნება ამ OpenAI-ის API-სთან და ეს API გამოტანილი აქვს ასევე მათ გარეთ. DeepSeek-მა გადაუჯოყრავ, ამბობენ, კი, მაგრამ არ ვიცი რამდენად არის, ეგრევე რამდენჯერაც შევედი, არ შემიშვა სულ რაღაც გადატვირთული იყო ძალიან. მაგრამ მე გავტესტავ და ვნახავ. ხო და აი გამოტანილი აქვს გარეთ და ყიდიან. ხო და ამით კომერციული თვალსაზრისით იყენებენ ამას. და ეს AI სტარტაპები რაც არის, ამ API-ს იყენებენ რა რეალურად, რომელიც არის OpenAI-ის სერვერზე გაკეთებული და ატვირთული. და ჩვენს რო ვისწავლით API-ების გაკეთებას, ეგეთი რაღაცები შეგიძლია თუ თქვენი API-ს შექმნით და რავი, შეგიძლია გაყიდოთ მაგალითად, ან გამოიყენოთ თქვენი საიტისთვის, ან ასე შემდეგ. ოკეი, ძალიან ბევრი ვაპარაკე ხა მე. კითხვები მოკლედ, თუ გაქვთ ხა ამაზე, ნებისმიერი, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანი თემა და თუ რამე ვერ გაიგეთ რაღაცა, კითხეთ ყველა ვარიანტში. მე კითხავ ისევ რა. ანუ, აი რეგისტრაციას რო ვაკეთებთ კლიენტი და რო ვაგზავნით სერვერზე მოთხოვნას, რომ დარეგისტრირდეს დატაბაზაში ვიღაცა. დამოვიწყდა რა ქვია, იქიდან რომ მოდის ის ავტორიზაცია აუთენტიფიკაციას ეძახი თუ? კი. ტოკენი რომ მოდის, მაგაზე ხოლმე უნდა. ტოკენი, კი, მაგ ტოკენს API აგენერირებს თუ აი რა ეგ ვერ მივხვდი რა აგენერირებს ზუსტად და როგორ ხდება? ეგ ლოგიკა წერია API-ში. ნუ ეხა არ მინდა შორს წავიდე ჯერ ტოკენი ვერ მარიც რა არის, მაგრამ ესე რომ ვთქვათ, ეგ რას იგულისხმე API-ში გენერირდება. ეგ ლოგიკა სულ API-ში წერია ყველაფერი საერთოდ. და API გიგზავნის ამის მერე HTTP სერვერის გამოყენებით. აი ყველაფერი ეგ ლოგიკები უნდა ვწეროთ ჩვენ ზუსტად. ეგ არის ჩვენი კურსის თავარი მუღამი უნდა ვწეროთ Node-ის გამოყენებით. შეიძლება API დაწეროთ რა ვიცი მაგალითად Django-ით, ხო? ან C#-ით ჩვენ წერთ Node-ით. ხო და ეს API რაღაცა გარემოა თუ აი იცი რა ვერ მივხვდი თვითონ აი რა არის? ნახე, ხო, თავიდან მაგის გააზრება ყველას უჭირს, მაგრამ ძალიან მარტივი რაღაცაა.
შენ რა კოდსაც დაწერ ბექში, აი მაგ ლოგიკებს, რაც ეხლა ჩვენ ვთქვით, ხო? თუნდაც ავტორიზაცია იუზერის, ან გარკვეული რაღაცების დაბრუნება იუზერისთვის, ტოკენის გაგზავნა, ეს კოდი რაც არის, ეს ლოგიკა, აი ეს არის API ზუსტად. ამას ქვია API. ხო? იქ რომ მონაცემთა ბაზას ურთიერთობებიდან, ხო? იმიტომ რომ ხა იუზერი რო გამოაგზავნის რაღაცას, მაგალითად რო ლოგინდება, რაც ეხლა შენ თქვი, უნდა წავიდეს მონაცემთა ბაზაში. ეს რეკვესტი რომ შეამოწმო, არსებობს თუ არა ეს იუზერი. თუ არსებობს, მე უნდა ადგე და ну თქვა რომ არსებობს, ოკეი, დაუბრუნო ტოკენი. ტოკენმა არ დაგაბნიოთ, მე ახსნით მაგას რა არის, ყველაფერს ისე ვიძახი უბრალოდ. აი ეს ლოგიკა მთლიანად, ხო? და ეს კოდი, რასაც ჩვენ აი ამას ქვია API რა. ეს არის API. ანუ გარკვეული დავალებების და რაღაცა ლოგიკის მასობრივობა, ანუ ერთიანობა არის ეს API. ეგრე შეგვიძლია რომ დავარქვათ. რაც მოიაზრებს იგივე მონაცემთა ბაზასთან ურთიერთობას, კლიენტთან ურთიერთობას და ასე შემდეგ. ეხლა ჩვენ რო ქონდა დავალება, სერვერი რო უნდა გაეკეთებინათ, ეგეც API იყო ჩათვალე. ძალიან მარტივი და ძალიან უბრალო API, მაგრამ ეგეც API იყო. უბრალოდ მარტო ვაბრუნებდით რაღაც, არ ვიცი, აღარ მახსოვს რა იყო, about და hello და რაღაც ეგეთებს. არა, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო კომპლექსურს გავაკეთებთ მაგას მომავალში. ოკეი. კითხვები კიდე თუ გაქვთ აბა რაიმე, შეგიძლიათ ჩატშიც მოიწეროთ უყურებ. ბექა, მე მაქვს ესეთი კითხვა. აი მაგალითად გვაქვს ფილტრის API, ფილტრის კომპონენტი გვაქვს ფრონტში. და რაღაც ველიუები გვაქვს, რომელსაც ნუ ვავსებთ რა. აი თითო გაშვებაზე, როცა on click-ი ხდება. ეს API თავიდან ეშვება? თუ აი ფილტრში, ანუ შენ ხა ფრონტენდის მხარიდან იძახი მაგას? ფრონტიდან. ხო, ანუ ხო იგივეა რა, ხო მაინც უნდა გაეშვას. რაღაცას რო ფილტრავ, ხო? რაღაცას რო წერი და რო ფილტრავ. კი ბატონო, კი, ეგრეა ზუსტად. ან ნახე რა არის API იშვება როგორ. მე რო შემილია ფრონტში გავაკეთო გაფილტრო, მაგრამ თუ ძალიან ბევრი მონაცემი მაქვს, ძალიან ცუდია. ბექში თუ ხდება ფილტრი. რო დავაწვე, აი რაღაცას რო ავკრიფავ, მაგალითად თუ არა ფილმების საიტზე დავაჭირე რაღაცას, აი ისე რა ქვია ფილტრს, დავწერ ფილმის სახელს და დავაკლიკე enter-ს, გაიგზავნა რეკვესტი ბექში, თან წავიდა ინფორმაცია, რაც ჩავწერე მე search-ში, რო დამესერჩა, ეგ ინფორმაცია გაიგზავნა ბექში, API-ში, ანუ API-ი გააკეთა ეგ რო ეგ ინფორმაცია მიიღო, რაც დავსერჩეთ მაგ სახელით იპოვა ფილმები მონაცემთა ბაზაში და დაგიბრუნა შენ ფრონტში. აი ხდება მაგ მომენტში. ასაგებია. ხო, თუნდაც ეგეც კაი მაგალითია, ხო, აი მაგ ლოგებსაც დავწერთ, აი ეს ყველაფერი რაც არის მაგებს და მე ვკითხავთ ხა, ბევრად საინტერესო არის მე ფრონტს მიჩვენია ბევრად რა. არ ვიზახი ხა ფრონტი სუდიათ ხო ფრონტში ბევრი რაღაც საკმაოდ საინტერესო, მაგრამ რაღაცნაირად ეს უფრო ეს არის დამიჯერეთ, თქვენც მოგეწონებათ გზადაგზა რო გავვლით. ოკეი, კიდევ რა კითხვები ხომ არ გაქვთ? სამ გავაგრძელებთ. ერთი კითხვა მაქვს მე. ანუ ეს API-ს რო გავაკეთებთ რა, ვებისთვის და აპლიკაციისთვის, ანუ ზუსტად, ანუ ერთი და იგივე კოდი მუშაობს ზუსტად ერთნაირად თუ არის რამე ცირედი? შენ არ ვიცი, შეიძლება ვიღაცას უნდადეს რომ აი აპლიკაციაში ეს შემინდა რომ მოხდეს, რატომღაც. მაგის განსხვავება შეგვიძლია, მაგრამ ზოგადად არ არის ხოლმე ეგრე რა. არ არის ხოლმე ეგრე. ერთი ხო, გასაგები. ასევე კაი მაგალითი შეგვიძლია ავიღოთ და ეგ გიქნებათ მე თქვენ დავალებაში მე და მე. აი ადმინ პანელები გაიგიათ ალბათ რა. ეგეც API საშუალებით ხდება და რატო? აი მაგალითად მაგ რაღაც e-commerce საიტი, ამ e-commerce საიტზე მაგ პროდუქტები რაღაც, ხო? მაგრამ ხო მინდა რომ ეს პროდუქტი ან წავშალო, ან დავამატო, ან ეგეთი რაღაცები გავაკეთო. ცალკე მაქვს, ცალკე საიტი, ადმინ პანელი. როგორ ხდება ეგ ყველაფერი, როგორ კავშირდება ეს ორი, ხო? აქამდე კითხვა შეიძლება გაგჩენოდათ. აი ზუსტად ერთ API-ზე არის მეკავშირებული და ერთ მონაცემთა ბაზაზეა მეკავშირებული ეგეთი საიტები. და ეგრე ხდება. ეგეც ერთ-ერთი მაგალითია. და კიდევ რაც მინდა გითხრათ,
რაღაც წინაზე იყო მგონი ეგეთი კითხვა და მაგიტო ამაზე ამახვილებ ყურადღებას რომ აი ეხლა რაც მიწერია ეს ერთ სერვერზე არის API-ც და front-იც გახოსტილი აი ამ სიტუაციაში. მაგრამ შეიძლება API საერთოდ სხვა სერვერზე იყოს გახოსტილი და არა ამავე სერვერზე. ეგ მაგას უშუალოდ არ აქვს რა, ანუ უბრალოდ მაგარ ვარ დაგაბნიოთ. მაინც თქვი. ხო, ოკეი. კიდევ აბა კითხვები ხო არ გაქვთ რაიმე? ოკეი. ანუ ესეთი რაღაცებია, რომ მეც აი თავის დროზე რო ვისწავლე API თავიდან არ მესმოდა кайხანი. უბრალოდ მე შევეცადე მაქსიმალურად რომ ეხა დამინახებინა. ალბათ იმიტომაც არ მესმოდა რომ არასწორად იყო თავიდან ახსნილი და გაგებული, მაგრამ ეხა იმედი მაქვს რომ აი დაახლოებით დაინახეთ API რა არის და აი მის თავარი მუღამი რა არის. ზოგადი სურათის დაინახეთ ვები როგორ მუშაობს და აი ეხლა უკვე პრაქტიკაში რაღაცებს გავაკეთებთ, ბეროდ უფრო გაიაზრებთ რატო ხდება ეგრე. თუნდაც ის http://create server-ს რო ვაკეთებთ, რატო ვაკეთებთ ეგრე და ეს რაღაცებს. მაგიტო საჭიროა რომ ესენი იცოდეთ. კარგით. თუ ამაზე კითხები აღარ არის, მოდი ხა ცოტა კოდი დავწეროთ, პრაქტიკაში რაღაცები გავაკეთოთ, API ავაწყოთ მარტივი. და პრინციპში შეგვიძლია რომ გავაგრძელოთ წინა ის ხო საიტი კი არა და სერვერი რაც ავაწყეთ. აქედან რომ გავაგრძელოთ, პრობლემა არ იქნება წესი და რიგით. ორი წამი რაღაცში გამოწმებ, აქ ვიწერთ ყველაფერს, კარგი. ოკეი. კი ბატონო. ანუ რას მოდი ხა თან კიდევ ერთხელ გავხსენოთ. ეხა უფრო ანუ ეს ყველაფერი, ანუ როგორ თქვა ქართულად, make sense ეხა რასაც უყურებთ ალბათ ხო? ეს კოდი რაც არის, პორტი იგივე, ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ. და ხო, კიდევ ერთი აი HTTP რო წერია, ეს HTTP-ც გავიგეთ რატო არის აქ ლოკალურად HTTP-ს ვიყენებთ. კარგი, მოდი ხა ნუ დავიწყოთ უკვე კოდის წერა. მაგრამ აქამდე თქვათ რას ვაკეთებდით აქ ხო რომ გავხსენოთ ესე იგი HTTP მოდულს ვაიმპორტებთ სერვერი შევქმნით და ვაკეთებთ იმას რომ response-ში ვწერთ headers ინფორმაციას status codes 200 არის რომ წარმატებით გაიგზავნა ინფორმაცია content type-ი text plain-ი რა ანუ რა ტიპის კონტენტი გავაგზავნეთ ამ შემთხვევაში გავაგზავნეთ მარტივი ტექსტი უბრალოდ და მეტი არაფერი და აი სერვერი ანუ ისე ვქენით რომ 440 პორტს უსმენს ჩვენი local host-ის. Local host-ი ყოველთვის არის აი ლოკალურად თქვენი კომპიუტერი, მაგას გულისხმობს რა. და შესაბამისად თქვენ IP მისამართზე ეშვება ეგ სერვერი ჩათვალეთ. მაგრამ რო არ იმარჩიელოთ რა არის თქვენი IP მისამართი, მაგასაც ძალიან მარტივად ნახავთ უბრალოდ რომ დასერჩოთ Google-ში what's my IP. მაგრამ მაგაზე რო არ იმარჩიელოთ local host-ი მაგას ნიშნავს რომ თქვენ IP-ზე ეშვება 440 პორტზე. რაცაც მინდა პორტში იმას დავწერო. როგორც გითხარით, შეიძლება სხვადასხვა პორტზე იყოს სხვადასხვა სერვისი გაშვებული. თქვენ შეგიძლიათ ასევე სხვა სერვერი შექმნათ ეხავე ამ კოდშივე და სხვა პორტზე გავუშვათ ეგ. მაგრამ ნუ საჭიროება არ არის. მოდი ხა რაღაცები გავაკეთოთ. ჩვენ დავალებაში ქონა ეგეთი რაღაც რომ ეხა უბრალოდ ნახეთ რა ხდება სანამ დავალებას იმ თემაზე გადავალ. გავუშვათ ხო მოდი npm run არ ბოდიშ npm run-იანას ყველგან წავედი node index.js npm run-საც ნახავთ დღეს ხოდა შორის რა ხდება მაგითი გავუშვით ჩვენი სერვერი გავუშვით აქ ხო და მოდი ნახოთ ახლა როგორ გამოიყურება შევედით request-ი გავაგზავნეთ თუ არა მივიღეთ ეს response-ი ეგრევე hello world მშვენიერი მაგრამ მარტო ეს route მაქვს აქ, ანუ სხვა route-ზე მე ვერ გავაგზავნი ვერაფერს, დავწერო დახრილი ხაზი რაღაც, ანუ არ არსებობს. ერთი home page-ი, ან home page-ი არ მინდა თქვა რა, /route მაქვს უბრალოდ და აქედან მომდის მე ეს response-ი. რო დავწერო დახრილი ხაზი რაღაცა, ნებისმიერი მნიშვნელობა არ აქვს. ტიპში ეს home-ად აღიქვამს, მოიცადე? ხო. აქ დაზვნახეთ რა ხდება ახლა? რა მოხდა? რაც არ უნდა დავწერო აქ მაინც hello world-ს მიწერს. იმიტომ რომ არ მაქვს აქ მე დაზუსტებული რომელ route-ზე რა მოხდეს. ყველა ამ სერვერზე თუ ინმე შემოვიდა ნებისმიერ route-ზე ამას უბრუნებ. ეხლა უკვე შემოვიდა routing-ის თემა. ჩვენ routing-ს დეტალურად გავვლით, რა თქმა უნდა, Express-იც, მაგრამ სანამ Express-ზე გადავალთ, აი
native node-ში როგორ ხდება ამის წერა, ჯერ მოდი ეგ ვნახოთ ყველანაირი ბიბლიოთეკის გარეშე. vanilla node ესე შეგვიძლია რა ვუწოდოთ. მე მინდა რომ ანუ ეს როუტები განვასხვაო ყველაფერზე კი ერთი რეკვესტი კი არ მქონდეს, არამედ სხვადასხვა რეკვესტი მომივიდეს რა. ეხლა ნახეთ. ადამიანი ანუ კლიენტი ამ შემთხვევაში ხო რომელ როუდზე აგზავნის request ხო? სად შემიძლია რომ ვნახო ეგ? ისევ და ისევ request-ის ობიექტში, ხო? რა თქმა უნდა. ამიტომ მოდი ამას დავშლი და ეგეთ რამეს დავწერ ახლა console logs დავწერ აქ და rec წერტილი URL. ესე დავასეივოთ და ნახეთ ახლა აქ რა დავწერო /algouni მაგალითად უბრალოდ რო გადმოვიდე. ოიცოდე რა ხდება. აქ მე მგონი თავიდან არ გაგიშვიეთ. ხო. ამასაც ვისწავლით ახლა რომ ეს აღარ დაგჭირდეს, მაგრამ მე მოვიწყდება სამაგიეროდ ახლა თავიდან უნდა გავუშვით ამას რო შევცვლით, რომ ის იყოს რა ქვია კოდმა აღიქვას რო შევცვლით. ნოდემონი აკეთებს ხო მაგას? კი, მაგას დღეს ვისწავლით. კი ბატონო, დავარეფრეშოთ და algouni დამიბრუნა ისე. ხო? ანუ რაზეც გავაგზავნი request, იმას დამიბრუნებს. უბრალოდ ეხლა სუტრიალებს, იმიტომ ტრიალებს, სულ რომ უკან არაფერს არ უბრუნებ უკვე რა თუ დავაკვირდით აქ. ანუ response.end აღარ მაქვს, რომ რამე დაუბრუნო მე response-ად. ამიტომ მილოგავს მაგას. მაგრამ ეხლა მოდი გავაკეთოთ ეს routing-ი. განსხვავება არის სხვადასხვა route-ზე სხვადასხვა რაღაც დააბრუნოს. ანუ როგორ ვშვებით ეხლა მაგას. თუ კი rec.url-ი უდრის / პირველი ვარიანტი იყოს ეგ. დაუბრუნე ხა ეს მიგარნახებს აქ რა ალბათ. ოკეი. მიგარნახა, დაუბრუნო ეს, ну წეღარას მეწერა იდეაში ეგ არის რა. უბრალოდ ეხა მარტო /-ში ვაბრუნებ ამას. ახლა ნახეთ. გადავიდე / კიდე დამოუწყდა, თავიდან გავუშვათ. დავარეფრეშოთ. და hello world-ი. რო /-ი about-ი დავწერო ვთქვათ. ისევ ტრიალებს, იმიტომ რომ არაფერი არ მაქვს about-ზე, რომ about-ზე რაღაც დააბრუნოს. ეს route-ი საერთოდ არ მაქვს. მაგრამ შემიძლია რომ მქონდეს ეს route-ის, ხო? დავწერ else if rec.url უდრის about-ს. დააბრუნე რამე სხვა, იგივე იყოს მოდ about 100 რო დააბრუნოს რა, about 100. ისევ თავიდან გავუშვათ ეს და about 100 დააბრუნა, ნახეთ უკვე. ეხლა რომ გადავიდი აქ hello world. ოკეი. ეს არის სხვადასხვა route. ანუ ეხლა მოდი მე მინდა ხოლმე რომ სულ გავალო რეალურ მაგალითებთან პარალელი რომ თავიდან ვიცოდეთ მე რეალობაში რაში გამოიყენებთ ამას. თუნდაც ეხლა route-ი რატო ამ მნიშვნელოვანი. მე რო შევდივარ აი Facebook-ზე მაგალითად იქ სხვადასხვა ტიპის request-ებს ვაგზავნი. აი მაგალითად ცალკე ვაგზავნი request post-ებზე, ცალკე ვაგზავნი requests story-ებზე, ასე შემდეგ. ხო, სხვადასხვა route-ზე ვაგზავნი. ამიტომ მაგის API-ში სხვადასხვა route-ები წერია. აუცილებელია რომ რა API-საც ჩვენ გავაკეთებთ ხოლმე, იქაც რა თქმა უნდა ის ყველაფერი გაყოფილი იქნება და სხვადასხვა route-ებს მოვიცავთ, რომ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციები გავაგზავნოთ ან სხვადასხვა რაღაცები გავაკეთოთ. გააჩნია რომელ route-ზე შემომივა მე request-ი, ხო? ოკეი. ესეც routing-ის თემა. ნუ აქ შემიძლია ამდენი route-იც მინდა, იმდენი route-ი დავწერო, მოკლედ ეგ პრობლემა არ არის. ხო, ეხლა კიდევ რა მინდა. მოდი ცოტა უფრო იმას ვქნათ, რეალური გავხადოთ ჩვენი ეს მაგალითი და ეგეთი რამე ვქნათ რა. პოსტები რა ვთქვით, ხო? გავაგზავნოთ request-ი, ერთი route კიდე დავწეროთ else if ეს არ მინდა. ისე else if rec.url-ი უდრის posts. ისე. არა ეხა პოსტების data საიდან შეიძლება რომ მქონდეს. მოდი ეგეთ რამეს გავაკეთებ ეხა. მე ის სად მაქვს იდეაში უკვე იქით და data.json-ში შევქმნი, აი ესე. აი ეს იყოს მოდი და აქ ეხა მე გადმოგიკოპირებ თქვენ უკვე გამზადებულ პოსტების data-ს. ზამით ეს ვქნათ. აი ეს. ხო. data.json-ი შევქმნი, პოსტები ჩავყარე, მშვენიერია. და მოდი, აი ეს დავაბრუნოთ ეხა
ჩვენ users როცა request გამოაგზავნის ამ road-ზე. აი ამ road-ზე. ეხლა როგორ ვაკეთებთ მაგას? ამ შემთხვევაში რა დაგვჭირდება, აბა რომ JSON-დან ამოვიღოთ ინფორმაცია, თან კითხავთ მოდი თქვენც რო გავხსენოთ. JSON და ვაიმპორტოთ ხო ალბათ. ახლა ერთი ვარიანტი ეგ არის, მაგრამ მოდი სხვანაირად გავაკეთოთ, უფრო კარგად. ჩვენ რაღაცა ვისწავლეთ, ხო? წინაზე. იმისათვის რომ ინფორმაცია ამოვიღოთ ფაილიდან. read ფაილით ალბათ ხო FS. კი. read file. FS-ი გვინდა, აი ეგ მინდოდა რომ გეთქვათ. პირდაპირ დაიმპორტებას, ოკეი, მაგრამ read ფაილი ჯობია რომ თან FS-ით გავვარჯიშებთ. import fs from fs და აქ მექნება ეგეთი რაღაც const post კი ბატონო ამან მიკარნახა read file sync. ოკეი, ეხლა მე გამოვიყენე sync. მაგრამ ნუ ამაზე ბევრი ვისაუბროთ ჩვენ წინა ლექციაზე. მოდი ესე დავტოვოთ ორი წამით და უფრო კაი გზას განახებ. დაჟე იმაზე კაი გზას ვიდრე ის იქნებოდა ასინქრონულ. ერთი კითხვა შეიძლება. კი. ანუ ეს JSON-ი რას აკეთებს? თუ შეგიძლია რომ ზუსტად ავიცი. JSON-ი რა არის, ხო? ნახე? ხო. ამაზეც ვისაუბრებთ ჩვენ, რა თქმა უნდა, მაგრამ მოდი ახლა მოკლედ ვთქვათ, JSON-ი არის მონაცემთა ტიპი და ეს ტიპი არის ჩვენთვის ამავალი წერტილი, იმიტომ რომ მონაცემების მიმოცვლა ხდება ფრონტიდან ბექში და პირიქით JSON ფორმატში. ისე არა, ხო? შენ მაგალითად ჩვეულებრივ მასივს ვერ გაუგზავნი ან ობიექტს, როგორც არის JavaScript-ის ტიპის backends. აუცილებელი რომ JSON ფორმატში გადავაკეთოს. ეხლა გამოვიყენებ ჩვენ მაგ მეთოდს, მაგრამ შეიძლება გახსოვს კიდევაც JSON წერტილი stringify რო არის, ხო? ნებისმიერ ეგეთ მომენტში სანამ back's გაუგზავნით ჩვენ რაღაც ინფორმაციას stringify-ს უკეთებთ ხოლმე ფრონტიდან თუ გონიათ შეხება მაგასთან. ეხლა ძალიან შორს აღარ მინდა რომ წავიდე, მაგრამ ეგ დაიმახსოვრე ამ ეტაპზე რომ JSON-ი არის ტიპი, რომელიც გამოიყენება fronts და back შორის და არა მხოლოდ fronts და back შორის, ორი სხვადასხვა აპლიკაციას შორის ამ ტიპით ხდება ინფორმაციის მიმოსვლა. იმიტომ ხდება ამ ტიპით, რომ უფრო პატარა არის მოცემული, ანუ უფრო პატარა ზომა აქვს, როცა ამ ტიპში გადავაკეთებთ ხოლმე ნებისმიერ მონაცემს და ხელს უწყობს უფრო სწრაფად გადაწოდებას ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე. გასაგები. ხო. და სინტაქსი რაც არის JSON-ის არის ან მარტივი რომ უბრალოდ property სახელებით string-ში ახლა მოქცეული რა. ოკეი. read file sync-ი გავაკეთეთ. მოდი ესე დავტოვოთ ახლა და გავაგზავნოთ უბრალოდ რა. ნუ right head-ი დავწეროთ ჯერ რომ application. ნახეთ უკვე application ტექსტი აღარ მაქვს text plain-ი პროზორად. ახლა მაქვს application JSON-ი. JSON ტიპით ვახდენ ინფორმაციის მიმოსვლას. და გავაგზავნოთ საბოლოოდ პოსტი. ისე. ოკეი. დახრილი ხაზი posts enter-ი. ისე დამოვიწყდა სამწუხაროდ. ოკეი, error-იც მაქვს. კარგია. post.json-ი არ მქონია. ნახეთ, დავაფიქსიროთ, რომ როგორც error-ი გამოჩნდა ეგრევე გაითიშა სერვერი. ეს უდია რა თქმა უნდა. მაგრამ გავიგებთ როგორ უნდა გამოვასწოროთ ეგ. post.json-ი არ მაქვს, მართალია data.json-ი მაქვს. data.json-ი ისა. ხო. და გავაგზავნოთ ინფორმაცია. ოკეი. გავაგზავნოთ რა, ჯერ სერვერი ჩავდოთ, ეხლა გავაგზავნოთ და უკან წამოვიდა ინფორმაცია, ხო? ეგ არის. ეს პოსტები აი ეს უკვე რეალურ მაგალითთან უფრო ახლოს არის, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ჩვენ როცა რეალურ რაღაცებს გავაკეთებთ უკვე მე ესე data.json-ი არ გვექნება მონაცემთა ბაზად, უკვე რეალური მონაცემთა ბაზასთან გვექნება ჩვენ კავშირი და ისე ვიზავთ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა. ნუ ეხლა ბოლოდ ესე გავაკეთოთ. ოკეი. ეს API ჩვენი ამ შემთხვევაში კარგად მუშაობს. მაგრამ მოდი ახლა ჩვენ API-ს კიდე დავუმატოთ ერთი დამატებითი ფუნქციონალი, ესე შეგვიძლია ვთქვათ. და ნახეთ რას გულისხმობ. კაია ყველა პოსტმატლს, მაგრამ მე თუ მინდა რომ კონკრეტული პოსტი წამოვიღო მარტო, კონკრეტული ერთი პოსტი. ეგ როგორ გავაკეთო? ეგ ხდება ხოლმე ერთ-ერთი გზა, ერთ-ერთი და მე ვნახავთ კიდე სხვა გზასაც არის რომ query string-ი დავწეროთ.
query string-ი არის string-ი, რომელიც გამოიყენება მონაცემთა ფილტრაციისთვის. ბექში, როცა ფილტრავთ მონაცემებს და თუ დააკვირდებით ხოლმე თქვენ რომ საიტებზე შეხვალთ იქ თუ ფილტრები არის, ფილტრებს თუ მონიშნავთ ზემოთ ლინკში დაემატება ეგეთი რაღაც კითხვის ნიშანი და მე ნახეთ რა არის ამ შემთხვევაში მაგალითად ID უდრის 1-ს. ეს ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა თუ ეს ფუნქციონალი API-ში არის გაწერილი, რომ წამომიღოს ის პოსტი, რომლის ID-ც არის 1. ეხლა რომ დავაჭირო, არაფერს არ იზავს, იმიტომ რომ ეგ ლოგიკა არ მიწერია რა თქმა უნდა რა, მაგრამ დაგჭირდებოდ ხოლმე ხშირად თქვენთან API-ში ფილტრების გაკეთება, რა თქმა უნდა. ეს ძალიან მარტივი მაგალითია ხა თორე ისე უფრო რთული ფილტრებიც არსებობს. და გააკეთებთ ხოლმე, მაგრამ მოდი ეხლა ის გავაკეთოთ, რომ მინიმუმ აი როცა კითხვის ნიშანი ID უდრის რაღაცას დაწერს იუზერი, რა ID-საც მიუთითებს, ის დაუბრუნოთ ჩვენ. იმ ID-ს მქონე ეს რა ქვია, ელემენტი. Okay, ეხლა ნახეთ რა ხდება. პირველ რიგში გვინდა რა, რომ აი ეს query string-ი რამენაირად ამოვიღოთ, ხო? ეხლა როგორ უნდა გავაკეთოთ, ნახეთ. ეგეთი კაი მოდული არსებობს, import URL-ი. ინსპექტორი რა შუაში. URL from URL. ესე და ნახეთ ეხლა URL მეთოდი როგორი კაი ტიპია რა. Okay, დამიწერა უკვე აქ. მოდი დავწერ და ეს ცოტა ხანი ქვემოთ რაც არის დავკიდოთ. URL წერტილი parse არის ეგეთი, URL-ი არის მოდული და parse არის ამ მოდულის კაი მეთოდი, რომელიც აკეთებს იმას, რომ აი ეს URL-ი რაც მომდის მთლიანად, ხო? ამას parse-ავს და ნახეთ ხა რას აკეთებს. მე რო ეს არ გამეკეთებინა აი რას თვითონ reg წერტილი URL-ი რა იქნებოდა ამ შემთხვევაში? იქნებოდა მთლიანად ეს post კითხვის ნიშანი ID უდრის 1-ს. მაგრამ უკვე parse-ით როცა URL-ის მოდულით ამას parse-ავთ ესე რომ ვთქვათ, ხო? ხდება ის, რომ ამ ინფორმაციის განცალკევება ხდება და ობიექტის სახით უფრო დეტალურად მაწვდის ამ ინფორმაციას. აქ რა მიწერია. ეხლა მოდი ვნახოთ რას გულისხმობ მაგაში. მაგისთვის parsed URL-ს დავლოგა უბრალოდ. parsed URL-ი აი ესე. და თავიდან გავუშვებ servers. ნახეთ. მაგარი რაღაცა არის. მუნცა მე აქ host-ი, port-ი, მაგრამ ესენი არ მაქვს, ესენი დაივიწყეთ. href-ი, paste-name-ი არის თვითონ დახრილი ხაზი post, კითხვის ნიშანი და ID უდრის 1-ის გარეშე თავისით მიხვდა ამას, რომ paste-name-ი არის ეს და მე რაც მიწერე უკვე search-ი არის. თავისით ხდება, იმიტომ რომ ეს ლოგიკა ჩაშენებული არის ზოგადად, რომ კითხვის ნიშანი როგორც იწერება უკვე მაგის მერე ეგ ნიშნავს, რომ უკვე search-ის ფილტრები მიდის და ასე შემდეგ. და parse-ით გამოყო ეგ search-ი ცალკე, paste-name-ი ცალკე და დაჟე რა გააკეთეთ, ნახეთ, query-ს ეგეთი ეს მაქვს, რა ქვია, მეთოდი კი არა და property და მაგის value არის ID, ანუ ობიექტი ID, რომელიც არის ერთის ტოლი. ID რატო? ID არის აი ეს ID, ხო? აქ რა ჩავწერე, აქ რომ ეს სხვა რამე ჩავწერო, სხვა რამე გამომიტას იქ. და ამის value არის 1. ანუ შემილია რომ აქედან ამოვიღო უკვე ეს ერთიანი, რაც მე აქ დავწერე რა. ეს. და როგორ ვშვები ახლა მაგას უკვე, ხო? ეგ ძალიან მარტივი ამბავია. აქვე შემილია მიუწერო მაგალითად წერტილი query. და წერტილი query, აქ ოღონდ query-ად გადავაკეთებ უკვე, ახლა კონკრეტულად query-ს ვიღებ ამ ობიექტიდან და დავლოგავ ამ query-ს აქ. და ეხა უკვე ხო, ეხა უკვე წამოიღო ეს ობიექტი. მოდი გავაკეთოთ და თან გავიხსენო JavaScript-დან, როგორ გავაკეთოთ ობიექტის დესტრუქტურიზაცია, რომ ეს ID ამოვიღო აქედან. შემილია რომ მიუწერო query წერტილი ID, okay. მაგრამ უფრო კაი გზა არის, რომ ეგრე კი არ ვქნა. დესტრუქტურიზაციით დავწერე ობიექტი და ID გამოვიტანო უკვე ამ ობიექტიდან, ხო? ანუ ეს არის იგივე აი ეს და აქედან ID-ს გამოვიტანო. ის გახსოვთ იმედია, თუ რამე გავუგებარი იყო, გამოჩერეთ ეგრევე და თავიდან გავიმეორებ. ეხლა უკვე მოდი ID დავლოგოთ და ეხლა კონკრეტულად ეს ერთი უნდა მომივიდეს, ხო? თავიდან არ გამიშვია, თუ გავუშვი მგონი ძალიან. აი ნახეთ უკვე ერთი ამოვიღე. კარგია ძალიან.
ანუ აქ რასაც ვწერ, აქ რო დავწერო ახლა მაგალითად 4. წამოიღებს 4-ს. ის ID მოაქვს. ეხლა ის გადამრჩენია, რომ ამ ID-ის მქონე პოსტი ვიპოვო და გავაკეთო ის, რომ ის პოსტი გავგზავნო იმას. მაგრამ ეხლა მაგამდე კიდე ერთი რაღაც არის გასაკეთებელი რა. აქ რომ იწერია rect.url უდრის post, ეს არ მაწყობს, იმიტომ რომ მე რო request გავაგზავნი ამაზე request.url იქნება მთლიანად ეს და არა მხოლოდ დახელი ხაზი post. და ეხლა ცალ-ცალკე ხო არ გავწერ ყველასთვის ID უდრის 5-ს, რაღაც იმეებს, რა ქვია, if-else-ებს. ამიტომ ნახეთ, ჩვენ წეგან ნახეთ, რომ parse რო გავპარსავთ ამ ყველაფერს, შეგვიძლია ამოვიღოთ აი კონკრეტულად path name-ი, აი ეს შეგვიძლია რომ ამოვიღოთ და უკვე მან დავიჭიროთ ყველა route. ეხლა ნახეთ. ქვემო დავწერ ეგეთ რაღაცას. const path name-საც შევქმნი. path name-ს გამოვიტან აი იქიდან, ხო? წეგან ხო განახეთ აი იქ მეც, path name-იც რო იყო. აი იქ უკვე მოდი ყველგან დავწერ rect.url კი არა ჯობია რომ path name-ი დავწერო. path name-ი. path-ი აქედან დავშალოთ. დატო გავაკეთე ეხა ეს კიდევ ერთხელ გავამერო თვინმე თუ დაწერთ დახელი ხაზი post-ს კითხვის ნიშანი ID უდრის რაღაცას, აი მაქედან მარტო path name-ი ამოიღებს ამ ნაწილს და უკვე დავიჭერთ მაგას ამ if-ში. და გავაკეთებთ ნებისმიერ ამას. ეხლა ნახეთ რას ვიღავთ აქ. ხო შეიძლება რომ ვიღაცა მართლა ამაზე შემოვიდეს მარტო დახელი ხაზი post-ზე რა. და არც არაფერი კონკრეტული post-ის მიღება არ უნდადეს. თუ ესე გააკეთა, ამ შემთხვევაში ID undefined-ია. მაგრამ თუ ID არსებობს, ესე იგი კონკრეტულ post-ს ითხოვს ჩვენი user-ი. ამიტომ დავწეროთ ეგეთი ლოგიკა რა, post-ების წაკითხვა იყოს, კარგია, თავიდანვე, მაგრამ სანამ გავგზავნით, ჯერ გადავწყვიტოთ რა უნდა გავგზავნოთ. თუ ID არსებობს, ჯერ ეს უნდა შევამოწმოთ. ესე იგი უნდა გავგზავნო კონკრეტული post-ი. ეხლა ვნახოთ აქ რა წერია. აქ უკვე მარტივი JavaScript-ი არის. post-ებიდან და ნახეთ, სანამ find-ს გადავატარებთ ამ post-ებს, ეს ხო JSON ფორმატშია, ამიტომ ჯერ გავპარსავთ ამას. parse გავუკეთებთ. და მე ვიპოვით იმ post-ს, რომლის post-ის ID-ც უდრის query-დან ამოღებულ ID-ს. query-დან ამოღებული ID ყოველთვის default-ად string-ია ხოლმე, ამიტომ number-ად გადავაკეთებთ და ისე შევატარებთ. ამ კონკრეტულ post-ს ესე ვიპოვით ჩვენ და დავაბრუნებთ უკან. მაგრამ თუ ID არ არსებობს, ესე იგი რა გამოვიდა, რომ ყველა post-ი უნდა user-ს კონკრეტულ ID არ გამოგზავნია request-ი, ხო? მაგ შემთხვევაში ყველა post უგზავნით ეს. ოკეი, ეხლა ის უკვე მუშაობდეს. მოდი გავასწრებთ თავზე უნდა წერია. და node index.js-ით გავუშვათ. ოკეი, ყველა post-ი მაქვს, რა დავწერო კითხვის ნიშანი ID უდრის 2-ს. გამომიტანა მარტო მეორე post-ი. რატო დააბრუნა უკან შეიძლება რომ ეს დამეჭირა. ოკეი, ID უდრის 4-ს გამომიტანა მეოთხე post-ი და ასე შემდეგ. ეგ არის. შვენივრად მუშაობს. მე უკვე რეალობაში რო გავწერთ ამ ლოგიკას express-ი და ასე შემდეგ, იქ ცოტა მარტივად იქნება რა თქმა უნდა, ყველაფერი უფრო, იმიტომ რომ თავისი რაღაცეები აქვს ამისთვის post, მისა express და არ მჭირდება ის parse და რაღაცეები რა. ოკეი. კი ბატონო. კითხვა აბა. თამარ აი, იქ რო გეწერა path-ი და იმის ქვეშ href-ი. ერთი და იგივე მონაცემი ამ შემთხვევაში და უბრალოდ რა არის href-ი ზუსტად როგორ? href-ი არის. მაშინ გამოვიდა. href-ი არის, იცი? front-ში ხო ვიყენებთ href-ს, რომ გადაგვემისამართებინა სხვადასხვა page-ებზე, route-ებზე. აი, ეგ არის ზუსტად აქაც href-ი. რა route-ზე იგზავნება request-ი. ერთი იგივეა ჩათვალე. ოკეი. და წეგან რო თქვი, სერვერი რო აღარ გაგვეთიშოს, რას ვიზავთო და ვეღარ გამოგყევი. ეგ არ მithქვამს რას ვიზავთ. აი ხა ამის მერე განვიხილავთ უკვე მაგნატილს რა. ოკეი. კითხვები ხო გაქვს კიდე რამე სხვა? ოკეი. კარგით, მოდი ხა ეს გავაკეთეთ. მოდი ხა ცოტა დრო დავუთმოთ იმას რა ქვია npm-ის
თემებსაც, ბიბლიოთეკებსაც და ასე შემდეგ. ორი წამი პოსტა რამე არ გამომჩის აქ. Wait. Okay. ეს ამინდა. კარგით. მოდი ხა ეგეთი რამე ვქნათ ჩვენ. წინა ლექციაზე გითხარით რომ npm-ს ცოტა უფრო ჩავხმოვდებოდით და მოდი ხა ცოტა უფრო მეტი რაღაც ვთქვათ package.json-ზე, npm-ზე, ზოგადად და ასე შემდეგ. ჩვენ წინა ლექციაზე ამ პროექტში npm-ის ინიციალიზაცია გავაკეთეთ, რის შედეგადაც დაგენერირდა package.json ფაილი და აი ესენი განვიხილეთ რა ინფორმაციები იყო, მაგრამ რა თქმა უნდა npm-ი იმიტომ არ დაგვიყენებია მხოლოდ რომ ის ფაილი დავგენერირებინა და მოდული შეგვეცვალა უბრალოდ რომ იმპორტები შეგძლებოდა. package.json-ის და npm-ის თავი მუღამი არის, რომ შეგვეძლოს third party ბიბლიოთეკები რაც ვახსენეთ, ეგენი ჩავიწეროთ ჩვენთან თუ დაგვჭირდა რაიმე. მოდი ხა ერთ-ერთ third party ბიბლიოთეკას ეს ვთქვათ დავაყენებ, თან განახებთ რა არის. და მე მომავალში რა თქმა უნდა გამოვიყენებთ ხოლმე. npm-ით, ნუ ბერმა თქვენ ალბათ უკვე ისით, მაგრამ მაინც განვიხილოთ. npm-ს როცა ვაყენებთ, უკვე ჩვენს პროექტში ავტომატურად ყენდება command line tool-ი npm-ის და შეგვიძლია რომ ეს npm-ს რო დავწერთ, მე უკვე ჩავიწეროთ ნებისმიერი ბიბლიოთეკა. ესე აი npm install და ჩავიწეროთ ის მინდოდა რა ქვია სახელის უნდა უწყდება ორი წამით ამ ბიბლიოთეკისაც მინდოდა რომ ჩაგვეწერა Slugify ხო Slugify ბიბლიოთეკა არის ეგეთი ქვია Slugify აი როგორც აქ ხო მოდულები HTTP FS-ი და ასე შემდეგ ესე არის მოდული უბრალოდ ცალკე ვიღაცამ გააკეთა ხო და Slugify ქვია ამ ბიბლიოთეკას და npm install Slugify. ამჟამად რო გავუშვებ ეს მიადგება npm-ის package-ები სადაც იატურთული და ჩამოტვირთავს ჩვენთან კომპიუტერში კონკრეტულად ამ პროექტში ავთ. კონკრეტულად ამ პროექტში და ახლა რო გავუშვა npm install-ი, ნახეთ ჩაიწერა და რაღაცა მოხდა ახლა პროექტში. რა მოხდა ახლა ეგეც გავიაროთ. node მოდულები დაგვემატა. node მოდულები არის ნახეთ მე ხო ლოკალურად მაქვს რაღაც სეები ჩაშენებული ამ პროექტში. ამ პროექტში კი არა და ზოგადად node-ში, ხო? და ეგენი ისედაც არის node-ში და აქედან გამომდინარე ეგ მაგის ფაილები ისედაც გვაქვს და არ გვჭირდება რომ საერთოდ დავინახოთ. მაგრამ როცა ჩვენ ვიწერთ ხვის ბიბლიოთეკას, ვიღაცამ ეს ბიბლიოთეკა ხო ააწყო, რაღაც კოდი ხო დაწერა და ამან რომ იმუშაოს, ეს კოდი ხო ჩვენ პროექტში უნდა იყოს. და ზუსტად ეგენი ინახება node მოდულებში. აი Slugify და აქ არის Slugify-ის კოდი. ნახეთ, ეს კოდი არის. ძალიან მარტივი და პატარა ბიბლიოთეკაა, ვიღაცამ ეს კოდი დაწერა და უბრალოდ შეგვიძლია რომ ეს ბიბლიოთეკა ჩვენ გამოვიყენოთ. აქ საერთოდ არაფერი არ დაგჭირდება თქვენ შეხება და ასე შემდეგ. უბრალოდ განახეთ რა. რომ ბიბლიოთეკას რო ვიწერთ, node მოდულები გენერირდება და node მოდულებში მოყვება ბიბლიოთეკის კოდი. თორე ისე ვერ იმუშავებს, რა თქმა უნდა თუ ამის კოდი არ მაქვს. ისე თქვენ შეგიძლიათ რომ დაწეროთ ეგეთი ანუ ბიბლიოთეკა რა. ან ბიბლიოთეკად არ გაიტანოთ, მაგრამ თქვენ პროექტში გამოიყენოთ რაღაც მოდული გაიტანოთ ცალკე. ნუ მაგას მე გავაკეთებ ჩვენც. Slugify მაგ და ერთია რომ აქ გამიჩნდა ის, მაგრამ ასევე package.json-ში დამემატა dependency-ები. dependency-ები არის dependency-ების ობიექტში არის ის ბიბლიოთეკები მოცემული, რომელსაც ჩვენ ვსწონთ third party ბიბლიოთეკები, რომელსაც ჩვენი პროექტი იყენებს. წერია ბიბლიოთეკის სახელი და value არის ამ ბიბლიოთეკის ვერსია. ხო, 1.6 ვერსიებს რაც შეეხება ნუ ესე გამოიყურება ხოლმე ყოველთვის რა, ნუ ვერსიების თემა და მაგალითად აი მესამე რაც არის ეს თუ შეიცვალა, ეს ნიშნავს რომ ძალიან პატარა აპდეიტი მოხდა ბიბლიოთეკაში. ისეთი არაფერი საერთოდ რა. თქვენ ვერ შეამჩნევთ. ანუ რაღაცა ბაგი დაიფიქსა. უფრო ეგ არის ხოლმე. თუ აი ეს ნაწილი შეიცვალა ვერსიის, თან მოდი გავადიდებ რა. თუ ეს ნაწილი შეიცვალა ვერსიის, ესე იგი რაღაცა დაიმატა, რაღაცა ფიჩერი და რაღაც უფრო დიდი ცვლილება მოხდა. თუ ეს შეიცვალა უკვე თავდაპირველი რიცხვი. ესე იგი საკმაოდ დიდი ცვლილება მოხდა ბიბლიოთეკაში და აქ საიშროება არის, რომ დააპდეიტოთ ეს ბიბლიოთეკა
შეიძლება ისე აღარ იმუშაოს, როგორც მუშაობდა აქამდე. ხო, თუ ეს აპდეიტი მოხდა. ყველა ბიბლიოთეკას აქვს ეს, უბრალოდ ეხლა Slugify-ში რავი ერთი არის, იმიტომ რომ და მეტი აღარ წასულა წინ ალბათ, იმიტომ რომ რავი Slugify-ის ძალიან პატარა ბიბლიოთეკაა და განახებთ რა არის და აქედან გამომდინარე ხო რა ისე დარჩა. მაგრამ ანუ ვერსიების თემა არის ეს. და ეხლა იგივე პრინციპით შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ third party ბიბლიოთეკები ჩვენ პროექტში. და დავწერთ ეს რაღაცას import Slugify from Slugify. და ნახეთ რა საკეთებს ძალიან მარტივი რაღაცაა რა. ძალიან მარტივი რაღაცაა და აკეთებს იმას რომ აი რო დავწერო ეგეთი რაღაცა const და ცვლადი რო შექმნა რაღაც დავარქვათ str-ი ვთქვათ და Slugify გამოვიძახოთ გადავსეთ აი ფარემ გააკეთა. გადაეცემა ორი პარამეტრი, ერთი არის string-ი, მეორე არის ობიექტი, რომელიც აკონკრეტებს რაღაცებს. მოდი ეს ობიექტი ხარვინა ორი წამით. ნახეთ ახლა რა ზიზავთ ჩვენი Slugify. Slugify ძალიან მარტივი რამე შვება, რომ ეხლა რო გავუშვათ ჩვენი ვაიმე ეს არ მინდა. ეხლა რო გავუშვა node index.js-ი ერორი დამირტყა, მშვენიერია, არ ვიცი ხომ რატო. ამას დავაკომენტარებ ორი წამი ახლა მისთხოვი არ მაქვს. clear ნახეთ hello-world-ი გააკეთა. Slug-ი არის ზოგადად ლინკებში გამოიყენება ეგ ტიპი, ანუ ეგ ფორმატი რა, ფორმატია. ყველა ლინკი თუ დააკვირდებით ხოლმე საიტებზე არის ტირეებით გადაბმული ხოლმე რა. და Slugify მაგას აკეთებს რომ strings რო გადავცემთ, აი Slug-ად აქცევს და space-ები რაც არის უბრალოდ ტირეებით ანაცვლებს. მაგრამ ნახეთ რა ხდება, ეხლა აქ მე მაქვს uppercase-ები ამ string-ში და uppercase-ები თან დამიტოვა ამან. შემიძლია რომ ეგ uppercase-ებიც მოვაშლევინო. დამატებით ობიექტი გადავცე და ამ ობიექტს გადაეწოდება ესეთი ერთ-ერთი property lower. რო ნახოთ რა property-ები გადაეწოდება ხოლმე ესეთ ბიბლიოთეკების მეთოდებს, თქვენთან არ ვიცი რომელი იქნება control-ი და space-ი ან shift-ი და control და space-ი იქნება Windows-ზე. მაგზე არის fn-ი, control-ი და space-ი. მაგას რო დააწვევით, მოგიყრით ყველა იმ properties, რომელიც გადაეწოდება ხოლმე კონკრეტულად იმ ბიბლიოთეკას. ერთ-ერთი არის locale-ი, lower-ი, რაც ეხა მინდა და true ნიშნავს იმას, რომ თუ რამე uppercase-ი აქვს, თან გააკეთოს ის, რომ გარდაქმნას lower case-ით. ეხლა რო გავუშვა, გარდაქმნა lower case-ით. ეს ძალიან მარტივი ბიბლიოთეკა, ანუ რამეში გამოვიყენებთ მოკლედ მომავალში. Okay. ეს ერთი. კითხვა ხო არ გქონთ ხა ამაზე რაიმე? კი ბატონო, გასაგები იყო. ეხლა კი მინდა რომ ერთი ძალიან საჭირო ვახსენეთ კიდევაც ბიბლიოთეკა გამოვიყენოთ და ჩავიწეროთ. თუ დააკვირდებით, აქამდე ვწვალობდით რამეს რომ შევცვლიდი თავიდან უშვებდი node-ის ბრძანებას და თავიდან უშვებდი პროექტს, ან თუ რამე ერორი იყო პროექტი თავის ეგრევე ითიშებოდა, ეგ რო არ მოხდეს, ეგ რო არის იწვალოთ ხოლმე, რა თქმა უნდა, რაღაც თული არსებობს მაგისთვის, რომ ეგ გამოასწოროთ, რომ რო გაუშვებთ პროექტს ლოკალურად, ანუ აღარ გაითიშოს მოკლედ ეგრე რა. ეგეთი ბიბლიოთეკა არსებობს node-moni. და ჩავიწერთ npm install node-mon, მაგრამ მე ხა ამას ესე არ ჩავიწერ ცოტა სხვა ბრძანებით. მოიცადე ეგ თუ არ შემეშალოს ეგ ბრძანება და სხვანაირად არ დავწერო, იმიტომ რომ შეიცვალა მგონი. მოიცამით რაღაცას ნახავ dependency და ხო, ეს ისე უნდა იყოს, ვთქვით npm install dev სიმახსოვს. node-mon და გეტყვით რა არის და რატო არის ეგრე რა. არ მომეწონა. ეხლა არასწორად ჩავიწერეთ dependency-ებში არ უნდა დამატებული იყოს. ამას აგიხსნით რატო, მაგრამ თან ეხ განახებთ იმას, რომ თუ გინდათ რომ წაშალოთ ბიბლიოთეკა თქვენი იმიდან პროექტიდან დაწერეთ npm r და ბიბლიოთეკის სახელი. ამ შემთხვევაში node-moni და წავშლი ისე უკან ამ node-mons. აი ორი წამით dev dependency
ხო, ხო, აი ეს მინდა ის ბრძანება save dev ხო? მოუწოდო ხო? Save dev. ეხლა ნახეთ რა არის და რატო არის? ამას რო დაუწერთ, ეს არის ამას ეძახიან flag-ებს. Flag-ები არის, როცა უშვებთ რამე ბრძანებას დამატებით კონფიგურაციას ვაძლევთ ხოლმე ამ ბრძანებას. Save dev-იც არის დამატებითი კონფიგურაცია node-moon-ის ჩაწერისას. მიცემული და ეხლა ნახოთ რა არის. ენტეს რო დავაჭერე და რო გავუშვებ ამ ბრძანებას, ახლა dependency-ებში არ დაემატა ეს, დაემატა dev dependency-ებში. Dev dependency-ები რა არის ნახეთ. Dev dependency-ები არის ის dependency-ები, ანუ ის ბიბლიოთეკები, რომელიც მხოლოდ თქვენ დაგჭირდებათ, რომ გამოიყენოთ development-ის მომენტში. აი კოდს რო წერთ, რო ტესტავთ თქვენთან. როცა ამას თქვენ ატვირთავთ სერვერზე, სერვერი ამას აღარ გამოიყენებს. იქ ამ dependency რა. ამას მარტო თქვენ იყენებთ კოდის წერის მომენტში. აი რაც შეეხება Slugify-ს გამოიყენებს, ხო? იმიტომ რომ Slugify ის რაღაცაა, რომ თვითონ როცა სერვერზე ატვირთავთ, იქაც ხო უნდა მოხდეს ეგ თუ დაგჭირდა რომ რაღაცა Slug-ად გადავაკეთოთ. მაგრამ node-moon-ი აქ გვჭირდება და განახებთ რატო რაში. node-moon-ი აქ გვჭირდება მხოლოდ კოდის წერის მომენტში, რომ ჩვენი სერვერი გაუშვათ ისე, რომ თავისით აღარ გაითიშოს. და ლოკალური ამბავია მარტო ეგ რა. ამიტომ ეგეთი მოკლედ რომ დაიმახსოვროთ, ეგეთი ბიბლიოთეკები, რომლებიც მხოლოდ გვჭირდება development-ის მომენტში, მაგიტო ქვია dev dependencies. ვიწერთ ამ flag-ით save-dev. ოკეი, ეხლა ნახეთ კიდე ერთი მომენტი. node-moon-ი და ესეთი ბიბლიოთეკები node-moon-ისნაირი, რომელიც dev dependency არის და თან შეიძლება ყველა პროექტში დაგჭირდეთ. იმისათვის რომ ყველა პროექტში ცალ-ცალკე არ ჩაიწეროთ, იმიტომ რომ არც არის რომ თვითონ პროექტში ჩაიწეროთ, იმიტომ რომ თქვენ კომპიუტერში იყოს თავარია, იმიტომ რომ მარტო მაგ გჭირდებათ. შეგიძლიათ გაუშვათ ეგეთი ბრძანება. განა კონკრეტულად პროექტში ჩაიწეროთ. ეხლა ნახეთ მე წავშლი ამას. ანდა მოდი იყოს. და გაუშვებ ეს რამას npm install-g node-moon. ნახეთ ეხლა რას ნიშნავს -g ნიშნავს globals, რომ გლობალურად თქვენს კომპიუტერში ჩაიწეროთ node-moon-ი. მე ესე გირჩევთ, ესე გავუშვით და ავტომატურად რა პროექტსაც არ დასტარტავთ მერე უკვე. აღარ დაგჭირდებათ node-moon-ის ჩაწერა. პირდაპირ გამოიყენებთ ხოლმე რა, ჩაწერის გარეშე. ერთხელ რომ ესე იზავთ. ნუ მე მაქვს გაკეთებული და ამიტომ აღარ ჩავიწევ. ეხლა node-moon-ი რა შვება მთავარი ამ მაგაზე გადავიდეთ. აქამდე თუ ბრძანებას უშვებდით node index.js და თავის თითი შევოდა და twin ჭამდა. ეხლა დავწერთ node-moon index.js. ნახეთ ეხლა რაც აკეთებს ეს. აი დაწერა კიდევაც watching pace pipki ანუ ყველა ფაილს, ყველა დაირექტორიას უყურებს ჩვენს პროექტში. და თუ რამე შეიცვლება, ეგრევე განაახლებს და აღარ იქნება საჭირო დარეფრეშება და ასე შემდეგ. აი ხა მაგალითად რა, აქ რამე შევცვალო. ნუ PC-ში დაკომენტირებული მოგთლიანი კოდი. ბექა, იქ generally თუ დავეყანე ჩვენ კომპიუტერში და ვერსია შეცვალეს, მე შეიძლება რამე ხელახლა დაგჭირდა ეს კონფლიქტი მოვიდა. update-ი შეიძლება რომ გააკეთო. აქ ხა ის არის შესვლიან და ეგ dependency-ებში ისეთი აფერი არ შეიძლება რომ რაღაცები შეგეცვალოს რა, შანსი არ არის. თან ეს ბიბლიოთეკა იმის არის რომ კოდში რამე გამოიყენო. ანუ command line tool-ია უბრალოდ node-moon-ს უშვებ ესე და მარტო მაგაში გამოიყენება. ამიტომ ეგეთი რაღაც არ მოხდება ხოლმე ეგეთი dependency-ების შემთხვევაში. მაგრამ თუ პროსა დააპდეიტება გინდა dependencies, მაგას განახებთ როგორ უნდა, ეგრე დამატებია. node-moon index.js-ი გავუშვი, ნახეთ დაიქრაშა, იმიტომ რომ ეს ტერი მიწერია, რომელიც არ არის შექმნილი. როცა წავშალოთ და რომ დავასეივო, ისევ დაიქრაშა, ეთქვა კიდე რაღაც მაქვს. already use ზემოთ მაქვს გაშვებული, ნახეთ, სერვერი და იგივე სერვერს რო უშვებ თავიდან მაგიტო ერორი. ეს პროცესი გამოვთეთ და ეხა დავასეივებ უკვე და გაეშვა თავის ეგრევე. ანუ აღარ დამჭირდა ბრძანების გამეორება. რამეს რო შეცვლით და დაასეივებთ, აქ ეგრევე ეს შეიცვლება და თავიდან node-ით ბრძანებას აღარ გავუშვებთ მოკლედ რა. მაგის თქმა მინდა. უბრალოდ თავარი ის არ გამორთოთ და გაშვებული იყოს. როცა მორჩებით უკვე და რაღაცა, მე უკვე გამორთოთ. ეხლა ჩავთოთ. ოკეი.
node-moni არის ეგ და ხო, აი ხა რაც შეეხება ვერსიების ამბავს რა. შეგიძლიათ რომ ვერსიები ჩვეულებრივად დააპდეითოთ, ან პირიქით downgrade-ი გააკეთოთ. როგორც თქვენ გინდათ ისე. უბრალოდ მაგისთვის საჭიროა რომ ეგეთი რამე გქნათ რომ თავიდან ჩაიწეროთ, ან შეგიძლიათ ჯერ წაშალოთ და მერე ჩაიწეროთ ბიბლიოთეკა. კონკრეტული ვერსიის თუ გინდათ რომ ჩაიწეროთ, უნდა გავუშვათ ეგეთი ბრძანება npm e მაგალითად slugify am slugify-ის ისა ვერსია ხარი 1.6.6 მაგალითად მინდა რომ ჩავწერო 1.0.0 ვთქვათ. უწერთ ზაღლუკა 1.0.0 და ჩაიწერს მაგას. ეხლა აღარ ვიზავრო, აღარ გააკეთოს downgrade, მაგრამ ისოდეთ რომ ეგ არის. ვერსიების ცვლა ეგრე შეგიძლიათ, მოკლედ რა. Okay, ეგეც განვიხილეთ. node-monis გითხარით და კიდევ ერთი საინტერესო რაღაც სკრიპტებზე პატარათი მინდა რომ ვისაუბროთ რა. რეალურად მე რო ეხა ამას უშვებ აი მიცადე ამ ტერმინალს გამოგთავ. მე რო უშვებ node-mon index.js ეს არის სკრიპტი ერთ-ერთი ჩემ პროექტში. ნუ ეხა მე სკრიპტი არ მაქვს, იმიტომ რომ არ მჭირდება ისე. შეიძლება სხვა სკრიპტები გქონეთ მე. ეხა მაქვს ეს სკრიპტი და ეს სკრიპტი აკეთებს იმას, რომ პროექტს უშვებს. მაგრამ შემიძლია მე ამ სკრიპტს სახელი დავარქვა და სხვა სახელით გავუშვა, ანუ სხვანაირად გავუშვა ტერმინალში. და ნახეთ როგორ. მაგისთვის მაქვს სკრიპტების ობიექტი აქვს. და ნახეთ რა შვები, სახელს ვარქმევ. მაგალითად ამ სკრიპტის სახელი მინდა რომ იყოს start-ი. იმიტომ რომ სტარტავ ხო პროექტი, ესე აღარ მინდა რომ გავუშვა node-mon index.js. მინდა რომ ამას start-ი ერქვას. და სკრიპტში start-ს დავწერ ესე და ორ წერტილის მერე მიუწერ სკრიპტი და მინდა რომ გაიშვას ამაზე. მინდა რომ გაიშვას ეს node-mon index.js. ამიტომ ამას შევწერ node-mon index.js ესე და დავასეივებ. ეხლა ნახეთ, იმისათვის რომ სკრიპტებში რეები წერია, ეგ ბრძანებები გავუშვათ, უნდა დაწეროთ npm გამოტოვება run და ამის მერე სკრიპტის სახელი, ანუ start-ი ამ შემთხვევაში. და start-ი რისიტოლია, start-ის ველი რა არის node-mon index.js. ჩათვალეთ რომ ეს ბრძანება ეშვება ზუსტად, ანუ გინდა ეს დაგიწერიათ, გინდა ეს. უბრალოდ მე სახელი დავარქვი ამ მომენტში სკრიპტს, წინ npm run-ი მიუწერე და ისე გავუშვი. ესე ქენით ხოლმე ჯობია, იმიტომ რომ მე დაგჭირდება განსაკუთრებით და განახებთ მე რატო. npm run start-ი და როგორც ხედავთ, იგივე რაღაც მოხდა ერთ-ერთში. Okay. კარგი, თაბა კითხვები თუ გაქვთ ხა გამოვუშვით ამაზე. კითხვები არ არის. ერთ პატარა რაღაცას განახებთ და ეგ არის. თავიდანვე რო გქონდეთ, მაგრამ ხო, აქ ნახეთ ძალიან ბევრი dependency დაემატა, იმიტომ რომ აშკარად უფრო მეტ რამეს მოიხმარს node-moni და მაგით ოქნა ეგრე. არა, ეს არ გვჭირდება ამას არც გამოიყენებს არც. ხო, კიდევ ერთი რაღაცა, რაც მინდა რომ გითხრათ, არის ესეთი, ნუ იდეაში ორი რაღაცა არის. ჯერ ამას გეტყვით. აქ კითხულობთ files with file sync-ით, მაგრამ რატო არის ახლა ეს სუდი, ნახეთ, ანუ რა ხდება რეალურად ახლა ამ მომენტში. ყოველ request-ის გამოგზავნაზე ფაილი თავიდან იკითხება. თან ეს არის sync მეთოდი, ანუ sync-ით რა. ამ შემთხვევაში sync-ი დავტოვებთ ჩვენ და განახებთ რატო, მაგრამ აქ არ გვექნება ეს. იმიტომ რომ ცუდია, როცა ყოველ მომენტ, ანუ ამ მომენტში პრინციპში სულ რო ესე დავტოვოთ, მაინც sync-ი უნდა იყოს, იმიტომ რომ აი ამ კოდში რაც ხდება რეალურად, ეგ არის რომ ამ ხალხს უნდა დაელოდოს უეჭველი, რომ შემდეგი ნაწილი მოხდეს. მაგრამ ნახეთ ახლა ის თქმა მინდა მე თქვენთვის, რომ ყოველ request-ის გაგზავნაზე ამ ფაილის წაკითხვა არ არის კაი ვარიანტი, როცა შემიძლია რომ ერთხელ წავიკითხო სულ თავიდან გარეთ, აი ზემოთ, აი ეს. ეხლა ნახეთ რა სიტუაცია არის აქ. როცა ეს არის ეხლა ზემოთ რაც მიწერია top level კოდი. top level კოდი ეშვება მხოლოდ ერთხელ, როცა სერვერი გაეშვება. მაგრამ ესენი ერთხელ არ ეშვება. რამდენჯერაც request გამოგზავნის user-ი ან ამაზე, ან ამ URL-ზე, ან ამაზე, ყოველთვის თავიდან ეშვება რა. და მე რო ეს კოდი აქ მეწერა, ყოველთვის თავიდან კითხულობდა ამ ფაილს, რაც არ იყო მომგებიანი წარმადობისთვის. ამიტომ გარეთ გავიტანე ეს კოდი, ზემოთ ავიტანე და ერთხელ top level მაგიტო ვეძახით, რომ
ანუ მაღლა არის და ერთხელ მოხდება მარტო თავიდან და მე აღარ უკვე. მე უკვე პირდაპირ მზა ინფორმაციას მიაწვდის ყოველთვის users ეს route, როცა request-ი გამოიგზავნება. ესეც დაიმახსოვრეთ რა. ნუ მე უფრო კარგად გავარჩევ top level code-ში რა უნდა იყოს უშუალოდ აქ. რომ ყოველ request-ზე შევასრულოთ რაღაც მოქმედებები და რაღაცები მხოლოდ ერთხელ. ეს ერთი რაც მინდოდა და ასევე ბარემ ის გააკეთეთ რომ prettier-ი შეიძლება უკვე ის და აქამდე გამოიყენებთ, მაგრამ prettier-ი დააყენეთ თქვენ პროექტში. extension-ი არის ეგეთი რომ უბრალოდ კოდი შეგილამაზოთ რა. prettier ესე დააყენეთ იპოვით და აქედან ჩაიწერთ მარტივად ძალიან ინსტალით და მე setting-ებში შედით settings და save-ი რო და search-ოთ. format on save-ი მონიშნეთ აქ წიჭკით და ეს იზავს იმას რომ თქვენი კოდი თუ რაღაც ცოტა ისე წერია, აი მაგალითად space-ები ხარ რო გავწიე იქით რო დავასეივებ ავტომატურად კარგად დაჯდება. თავიდანვე რომ ცხოვრება მოკლედ შეგიმსუბუქოთ მაგან რა. ოკეი. ნიკა გისმენ? ეკა თუ არის რამე კიდე ეგეთი, ანუ prettier-ის მსგავსი რაც დაგვეხმარება ანუ Node-ის წერაში და ანუ რამე ეგეთი extension-ები შეგიძლია რო გითხრა. ნახე რა არის. prettier-ი რა კუთხითაც არის რომ კოდი გაალამაზოს. prettier-ი არის პირველი და ერთადერთი იდეაში. მაგრამ სხვა კუთხით კოდის წერაში რაც გეხმარება მაგალითად ESLint-ი არის. ESLint-ი არის ეგეთი რაღაცა, რომელიც კოდში თუ ანუ შენ ეუნები ESLint-ს რამდენად მკაცრი იყოს შენდამი და კოდს გისწორებს არა, გიწითლებს ხოლმე რაღაცებს. აი მაგალითად თუ ცვლადი შექმენი და არ იყენებ, მაგას გააწითლებს ეს ESLint-ი თუ ეტყვი რომ ექნას რა თქმა უნდა. და იგი წესებს შენვე უწესებს შენ თავს ESLint-ით. მაგრამ ეგ სხვა რამეა, prettier-ი როგორც მივხვდი ფორმატირებისთვის არის და ESLint-ი ფუნქციურად რო შეამოწმოს რა კოდი. და ისე სხვა მაგკუთხით არაფერი კონკრეტულად. შენ სხვა კუთხით რო არ იგულისხმე რა მე განსხვავებული კუთხით აი ან მაგალითად ფუნქციები რო შემოვთავაზოთ, ანუ შეიძლება ისეც თავაზობს რა ფუნქციებს. Node-ის მე არ ვიცი, არ მიცდია. თუ არის რამე ეგეთი. Copilot-ი. კი ბატონო, აი ხა მე მთავაზობს ხოლმე რაღაცებს თუ შეამჩნიე და Copilot-ი არის ეგ. Copilot-ი არის GitHub-ის AI, რომელიც სტუდენტებისთვის არის უფასო და შეგიძლია ავტორიზაცია გაიარო, ან თუ სტუდენტი არ ხარ იყიდო, თქვათ რა, ეგეთი რამე Copilot-ი და GitHub-ზე რო გააკეთებ მაგას შენ GitHub-ზე, მე აქედან ძალიან მარტივად Copilot-ის extension შაიწერ და დაუკავშირებ უკვე. და აი მე რას მაქვს რა, წამით აი ეს არის, არა მოიცა ეს არ არის კაცო. Copilot-ი აი ხა იქ არის, ნახე ზემოთ და დაჟე აქ ანუ ChatGPT-სნაირი რაღაც არის, აქ ვეკითხები რაღაცას, მთელ პროექტს უყურებს თან და ხედავს და პასუხს ისე გაძლევს, ეგ არის ძალიან კაი. პლუს შეუძლია რომ კოდში რაღაცეები გიკარნახოს რა, ხდება დაახლოებით რაღაცეებს. მეტი სხვა ისეთი არაფერი არ მახსენდება ახლა. მადლობა. ხო, თუ დაგჭირდა მე და ვერ დააყენე, სამინტეროში შეგვიძლია რომ გავაკეთოთ რა. ოკეი, კითხვები აბა თუ გაქვთ რა მე უკვე მოვჭი იდეაში რაც მინდოდა. სამენტოროზეც მაინტერესებს, ანუ როდის შეგვიძლია ეგ სამენტორო რომ გამოვიყენოთ, ანუ დღის რომელი საღამო საათებში ვარ 8-დან 11-მდე სამენტოროში მოხდა თქო. ყოველ სამუშაო დღეს და ნებისმიერი 2 დღე რომ კვირაში რაც დაგეგმავდა როგორც გიცლება, მაგ დღეებში შეგიძლია რომ შემოხვიდე, როცა გინა და კითხვა დამისვა. იმ დღეს რამდენჯერაც გინა რა. 8-დან 11-მდე საღამოს. ხო, ნუ რაც შეეხება ანუ მოწერით, შეგიძლია მოწერით ნებისმიერ დროს მომწერო პირად არხზე რა. აზრით არ მაიღოს. ოკეი. ბექა, აი მე-6 ხაზზე რაც აიტანე, ეგეთი კიდე რო კონდეს, სხვა ანუ ყველას მაგ ერთიანად ჩავამწყრივებთ გარეთ ზემოთ და დანარჩენი და ისინი ქვემოწავა და ამების იმას ხო დიდხანს მოუნდება ეს სანამ სინქები მოხდება. როგორი რაღაცა არის, იცი? ერთ ფაილში ზოგადად ბევრი არ დაგჭირდება რა. ეგ მომენტი არ გვექნება საერთოდაც. რომ ეგ დაგჭირდეს. პირადად მე არ მქონია არასდროს. მაგრამ ხო ანუ თუ ბევრი დაწერა, თქო, კაი არ არის.
მაგრამ არა კიდევ ბევრად. მან მეც მაინტერესებდა, ანუ ეს sync-ით დავწერთ თუ sync-ის გარეშე აქ რამე მნიშვნელობა ასევით. ზევით თუ წერთ, მაშინ უნდა დავწეროთ sync-ით. Top level კოდი რახამ არის, რომ გაიშვას, იმიტომ რომ callback-ი არ გვჭირდება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ არაფერს არ ველოდებით მე. ერთხელ უნდა გაიშვას, უბრალოდ რამდენი ხანის დაჭირდება და ეს ხელს არ შეუშლის რეალურად ჩვენ სერვერს და არ დააყოვნებს, რადგან ჩვენ ვისაუბრეთ. იმიტომ რომ top level-ში წერია. ამიტომ sync-ით no problem რო ეწეროს. ნუ მაგ ნაწილებს top level-ს რა. ხო, ახლა მაგაზე მინდა თქვა რა. მადლობა. არაფერს. შემდეგ ნუ ლექციაზე გითხარის მაგაზე მოვიწერები, როცა არ უნდა იყოს ორშაბათი ან სამშაბათი. ორი ვარიანტია. მოვიფიქრებ Express-ზე გადავიდეთ პირდაპირ ან კიდე რაღაც სიღრმეები გვაქვს დასაფარი Node-ის რა. აი იგივე ეს თემები მე გითხარი წინა ლექციაზე, რომ background-ზე რომ მიდის რაღაცეები, thread-ის გარეთ უფრო დეტალებში შეგვიძლია ეგ თქვა და ასე შემდეგ და მაგაზე მოვიფიქრებ ცოტა მერე იყოს თუ ორშაბათსვე. მაგას გეტყვით მოკლედ რა. და ამ ყველაფერზე კითხვები უკვე აღარ გექნებათ, მე მარტივად გაიგებთ უკვე რაღაცებს რა, ეს რაღაცებს. ნუ პრინციპში რაც იყო მთავარი ეგენი დავფარეთ ამ კვირაში ზოგადად რომ გაგეგოთ. Anyway, მაინც ხართ რომ პრაქტიკა დაიწყოთ, მაგრამ უფრო მინდა რომ ყველაფერი სიღრმისეულად ისოთ. Okay. კითხვები აბა რამე ვიღაცას ქონდა წეგან მგონი მიკროფონი ჩართული თუ მომიჩვენა. მე მქონდა ჩართული. ესე იგი წინაზე რო დავალება მოგვეცი, მეოთხე დავალება თან მივდერობით რომ უნდა მოხდარიყო. ეგ სინქრონიზაცია აუცილებლად უნდა ყოფილიყო, როგორც ხვდები. მაგის გარეშე იყო შესაძლებელი რომ გაიკეთებინა. ასინქრონულად შეიძლება რომ გააკეთებინა. ზოგმა გააკეთა კიდევაც. ანუ რატო ჩათვალე რომ აუცილებელი იყო სინქრონიზაცია რო ყოფილიყო მანდ. იმიტომ რომ როდესაც ასინქრონირებულია. ხო, რომელიც უფრო სწრაფად ხდება, ხო, ეგ მოაქვს. გააჩნია, ნახე, რაღაც request უაგზავნი კონკრეტულ ადგილას, იქ თუ გიწერია ეგ, გააჩნია თუ გიწერია. შენ თუ callback-ში გიწერია მე ის ლოგიკა, რომ ამ რაღაცის მე ეს რაღაცა მოხდეს, თუ callback-ში გიწერია, ჯერ თუნდაც ასინქრონული იყოს, ხო? ჯერ გააკეთებს იმას, რაც თავიდან გაქვს და მერე რაც callback-ში გიწერია მაგას. ეხლა კონკრეტული მაგალითი თუ აგიხსნი, ცოტა ცუდი ის არის, მაგრამ ეგ კონკრეტულად ორივე რაღაცით შეიძლება რომ გაკეთდეს. სინქრონულად და ასინქრონულად. შეგვიძლია რომ სამეტროში განვიხილოთ ეგ დავალება მაგის მაგალითზე კონკრეტულად უფრო გაიგებ რა. ცოტა ხანში მე შემოვალ სამეტროში მე და კითხვები მოკლედ ასე გიქნებათ აი ეგეთი შემოვიდა. Okay. კარგით მეგობრებო, მოდი ჩაწერას გამორთავ უკვე მე რა დიდი აღარ გამოვიდეს ეს ჩვენი ლექცია. ეგ იყო დღეისთვის.